სამუშაო მაგიდიდან, საფიქრალი სიტუაციიდან სულ ახლახან გამოვიდა და აწუხებს, იმაზე გესაუბროთ. ჩვენთვის ყველაფერი საინტერესო იქნება, ასე რომ ვთქვათ და მერე, რა თქმა უნდა, კითხვები ყველაზე მეტად რა თქვენ გაწუხებთ. ასე რომ თხოვოთ ბატონს აზას. როგორც მასულს. მე რო ვიჩნდე ხო არაფერი პრობლემა. არაფერი, ჩვენ მიჩვეულად ლექციაზეც კი უკვე ერთი თქმის ასე ვარ. ისეთი შესავალი გააკეთა ამირანმა, რომ ჯონსკის პლანის შესავლის მე სხვადასხვა დარჩენი უნდა მოგვწე კაცი. არა, ამდენხანი არ მithქვამს, ვერ ხვდებით ბატონო სუპრას ერთმანეთს ხშირად და კარგი სიტყვა ხომ უნდა უთხრა ადამიანს და ჩვენ თუ არ ვიტყვით. ხო, შტაბის ცვლილება არ გააფუჭო, ჯობია წამო. ეს იყო გულით ნათქვამი ნამდვილად. აი გავწით დღე და რაც შეეხება იცით აი ახლა ამერმა სული კარტონში მომცა რაც გინდა იმაზე ვისაუბროთ. სასაუბრო ჩვენ იმდენი გვაქვს ალბათ საკუთარ საზოგადოებას სასაუბრო და იმდენი გვაქვს განსაჯდელი და იმდენი ახალი ფორმები გვაქვს, აზრობრივი ფორმები გვაქვს მოსაძებნი და იმდენი ახალი გზები გვაქვს დასასახი რომ ერთმა იცის ვერ ამოვწურავთ ამას. უბრალოდ ვერ ამოვწურავთ. ეს არის რაღაცა წერტილები, რომლებიც შეიძლება მოვსინჯოთ და ვცადოთ კითხვები დავსვათ ამ წერტილების შესახებ, იმიტომ რომ თუ კი რამე ყოფავთ ჩვენ საზოგადოებრივ გარემოში არის ის ცხადეები, რომელთა მატარებლებიც ვართ ჩვენ. აი ეს მეტაფორების სისტემა, რომელსაც ვატარებთ და ყველა შესაძლო სიტუაციას მოვარგებთ ხოლმე რაღაცა უკვე წარსული და განმოტანილ მეტაფორას და ამით ჩვენ ვერ ვიკეტავთ ხოლმე გზას. მომავლის გზას ვკეტავთ ხოლმე ჩვენ თვითონ. იმიტომ რომ აი ეს დამავალდებულებელი სიმძიმე წარსულის მეტაფორებისა გასაკას არ გვაქვს, სასუცქ სივრცეს არ გვაქვს. და ვართ ხოლმე მებიუსის სიბრტყეზე მოქცეული ჭიაჭველასავით, რომელსაც გონია რომ მოძრაობს, გადაადგილდება წინ მიდის და ამ დროს უბრუნდება საკუთარ თავს და ესეთი მარადი დაბრუნების, საკუთარ წარსულთან მარადი დაბრუნების რეჟიმში ვართ. იმას და წარსული მხოლოდ ისტორია არ არის, მომგესადია, წარსული არის მთელი ის თვითი, რომელსაც მთელი შლაკი ჩემი სულისა, რომელსაც მე ვატარებ, ხო? და აქ უკვე წინასწარ ვერ შემოვიტან ამ იმას, ამ ელემენტს, რომ მე ქრისტიანი ვარ, იმდენად, რამდენადაც დავტოვე რაღაცა სივრცე მომავლის გასაცხადებლად. ეს რამდენადაც დავტოვე სივრცე, რომელიც არ არის წინასწარ სავსე წარსულის შლაკებით, წარსულის მეტაფორებით, წარსულის წარმოდგენებით და სივრცეს რაც შეიძლება სასწაული მოხდეს, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით უგნებავთ. სასწაული მოხდეს ჩემი ცნობიერების. დაიბადოს რაღაცა ის, რაც აქამდე არ დაბადებულა, ამდენად რომ მე ქრისტიანი. წინამდე შემთხვევაში მე ვარ წარმართი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოექცა რაღაცა ფორმებში და ამ ფორმების სულ გამეორებაში. ნუ აი არაჩვეულებრივი მეტაფორა არის თავისთავად კალეიდოსკოპი, ხო? თითქოს ერთი შეხედვით რაღაცა ახალი და ახალი ფორმები იბადება შიგნით და სიამბლეში მეორდება ერთდაგივე კენჭები, ერთდაგივე მეტაფორები, ერთდაგივე სიცხადეები. ახალი ის პრინციპულად შეუძლებელია დაიბადოს ყველაფერი ერთ დამავალდებულებელ პარადიგმაშია მოქცეული და მორჩა ეს არის საკუთარ თავში ჩაკეტილი. მარადი წარსულია. მე მგონი წინა საუბარზე და სულ შეხვდა ჩვენ ერთმანეთს, მაშინაც ვთქვი და ეხლაც გავიმეორებ რომ ჩვენთვის როგორც ქრისტიანებისათვის ხას უსვამ ამას ახლა მე ქრისტიანობას კონფესიური თვალსაზრისით არ ვიძახი არ ვამბობ ჩვენთვის როგორც ქრისტიანებისათვის მარად წარსულში ყოფნა არის ჯოჯოხეთი და ამაში მე ორიგინალური არ გახლავთ ეს გახლავთ ის თეოლოგიური აზრი რომელიც გაჟღენთილი არის პირველი ქრისტიანობის აზროვნება რომ რა არის ჯოჯოხეთი როცა ამ კითხვას უსვამდნენ საკუთარ თავს ეხლა მე იმედი მაქვს არახат ისეთი გულოები გეგონოთ რომ ჯოჯოხეთი წარმოედგინათ და სკუპრის ხვაბებად და მათქოთ იქ რაღაცა ჩაგაგდებს და გულებს და ასე შემდეგ ხო ჯოჯოხეთი მარადი წარსულია იმის შანსის გარეშე რომ შენ ამ წარსულიდან გაიქცე ნუ შენ სამარადისო ჩაკეტილი ხარ იმაში რაც იყავ მორჩე გათავთ ანუ ყველა შენ არცეთ შენ იმედს, არცეთ შენ ოცნებას, არცეთ შენ არავის შენ თავისუფლების ხარისხს არანაირ გახურცილება აღარ უწევი. შენ ხარ მხოლოდ ის, რაც იყავ.
და შენი გამზადებული უკვე შენს მიერ დატოვებული რაობა გამუდმებით გიბრუნდება, აი დათეს ტელეკომედიაში როგორც არის. ჯოჯოხეთში მოხვედრილებისათვის არსებობს დროის მხოლოდ ორი განზომილება, წარსული და აწმყო და აწმყო გამუდმებით ივსება წარსულის შინაარსებით. ისე რომ შანსიც არ აქვს აქედან გამოვიდეს. მე ვარ იმდენად ქრისტიანი, რამდენადაც მე აი ეს გამოსავალი მაქვს. ვეძებ ამ გამოსავალს საკუთარი თავიდან. ამდენად ვარ ქრისტიანი. ქრისტიანობას თავი დავანებოთ. ისე ვიმეორებ, ეს არ არის კონფესიური აზრით ავხმარებ ქრისტიანობას ამ შემთხვევაში. ხმარობ როგორც ვიღებ, როგორც ჩემი ცნობიერების სტრუქტურას, აი ამ აზრით ვიღებ ქრისტიანობას. იმდენად არის ჩემი ცნობიერება ქრისტიანული, თუნდაც პირჯვარს არ ვიცერდი და თუნდაც არ ვიცერდი ლიტურგიას. იმდენად არის ქრისტიანული ჩემი ცნობიერება, რამდენადაც მე ამ განზომილებისათვის ვიოცვი საკუთარ თავში. თავისუფლების ამ განზომილებისათვის, იმ განზომილებისათვის, იმ წერტილისათვის, სინგულარობის აი იმ წერტილისათვის, რომელშიც შეიძლება დაიბადოს მომავალი. ჩემი მზაობა იმისა, რომ მომავალი დაიბადოს. ამიტომ ცოტა ცუდი დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ დღევანდელობასთან მიმართებაში. ხო, ამას ყველაფერს ვამბობთ მაგიტომ, აი რა არის აი ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერების ყველაზე დიდი მანტო თუ გითხავთ. არის სწორედ აი ეს ნაკლებ უნარიანობა, უნარობა არ მინდა მე ხა რადიკალური სიტყვები ვიყო. ეს კატეგორიული სიტყვები ვიყო და ეს უნარობა იმისა, რომ საკუთარ ფორმებს დაარწიოს თავი. და ერთი რამ გამახსენდა, ზა თუ არ გიშლი ხელს. გამახსენდა უცებ ალექსანდრე ჭავჭავაძე, მე იგივე ვარ, მარად არსებს ამთასვლას და ასე შემდგომ. პარადიგმა იყო რაღაც საამაყო და რაღაც თქვენ წინამდებობაში მოდიხართ ქართულ სულ მარადობა თუ იქ დარჩენა უნდა და ამაზე გამოდის ჯოჯოხეთში გვინდა დარჩენა. ხო, ის არცებდა ჯოჯოხეთში. ხო და თქვენ ახლა ამას უბრალოდ არ მოიყვანდით ახლა ჩვენთან ამ თქვენი შესწავლიდან დღესაც ასეთში ვარ? სულ არის როგორ ახალი ძალა მოსული, ახალი რაღაცა ამ 21 პოლიტიკაზე არ გადამიყვარ პოლიტიკაზე, მაგრამ მეც ვერ ხედავ იმ პარადიგმებს და მაბრალებენ ხოლმე ახალგაზრდები, რომ გამოდის რომ მეც ძველში ვარ დარჩენილი. ეს სიხარული დავინახავდი რა. მთელი ეს შესავალი რატომ გავაკეთე ახლა აქ უბრალოდ მინდა რომ ნახლა წარმოიდგინოთ, მინდა ის თქმაც მინდოდა ყველაფერი არის. ანუ აი ნათლად მინდა ახლა მე ილუზია არ მაქვს რომ ეს უცბად შეიძლება ეს გაგზნობინოთ, მაგრამ აი რაღაც მეახლობაში მაინც განიცადოთ თუ როგორი ტყვეობა არის, თუ როგორი მძიმე მონობა არის, აი ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ფორმების მონობა. და მძიმე რაღაცა არის ნებისმიერი ადამიანური არსებობისათვის. ეს არის აი წარმოიდგინეთ. არსებობა რომელსაც სწორედ იმის გამო რომ მომავლის განზომილება არ მიეწევება, არსებობა არც არის, სიცოცხლე არც არის. სიცოცხლისეულობა არც არის. ის არის რაღაცა თავის იგივე რა. აი როდესაც ის ხა ამირანმა არჩევნები ახსენა და პირველი ოქტომბრის არჩევნები, ხო? გულათილად გითხრათ, რასაც პირადად მე ხმამაღალ და საჯაროდ იშვიათად ვამბობდი, მაგრამ შიშები დღემდე მაქვს და მქონდა კიდევაც. შევძლებდი თუ არა აი ამ მოვლენის შედეგად რაღაცა ხარისხით მაინც თავი დაგვეღწია დამავალდებულებელი ფორმებისათვის. აქ პერსონალიებზე არ არის ლაპარაკი. აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ვიღაცა პერსონებს დავახციოთ თავი. ან იმაზე, რომ რომელიღაცა პოლიტიკურ ძალას დავახციოთ თავი. ისინი ხო სიმბოლიზებას ახდენენ. დახდენ აი იმ ფორმების სიმბოლიზებას, რომლებშიც ისინი ჩასწრენ, იმიტომ რომ ჩვენი შვილებია, ჩვენი საზოგადოებრივი გარემო შვილებია და ჩვენი საზოგადოებრივი გარემო სხვა ფორმებს არ იცნობს. თუნდაც პოლიტიკურ ფორმებს, თუნდაც მართლობით ფორმებს არ იცნობს. და ვერ სთავაზობს, არ მოითხოვს მათგან რაღაცა სხვა ფორმებს. ამიტომ ალბათობა იმისა, რომ ნებისმიერი ახალი ძალა განთავსდება ისევ ძველ ფორმებში ძალიან მაღალია. რომ ბოლოდინი ასეთი იყოს. აი ჩვენი მხრიდან რა ვსთავაზობთ მას? რა შეიძლება შევთავაზოთ? ხო? რა მოთხოვნა შეიძლება ჩვენგან მოდიოდეს? ჩვენგან მოდის ორი
ორი უტოპია მოდის, რომელსაც თავაზობთ ხოლმე ნებისმიერ ძალას, ორი ყაიდის უტოპია მოდის, რომელსაც თავაზობთ ხოლმე ყველა ძალას. ერთის მხრივ ეს არის ვესტერნული უტოპია, ეს არის იმპორტირებული სოფლმხედველობები და იდეოლოგიები და იმპორტირებული ფორმები სოციალური არსებობისა, რომლებიც ჩვენში და ჩვენით არ დაბადებულა. თავისთავად ცუდი კი არ არის ისეთი, მაგრამ ისინი დაიბადა კონკრეტულ კულტურულ სხეულში. და თუ არ დაიბადა ჩვენში, ისე იმათ იმპორტირებას აბსოლუტურად აზრი არ აქვს. ისე ეს იქნება ისტორიული ფსევდომორფოზა. შპენგლერისეული გავიხსენოთ, ვინც იცნობს შპენგლერს გეწოდინებათ, ხო? რას ნიშნავს ისტორიული ფსევდომორფოზა? გახსოვთ? ეს არის გეოლოგიური ტერმინი გახლავთ, როდესაც წყალი გამორეცხავს რაღაცა მინერალს, ამ მინერალის ადგილს იკავებს სხვა მინერალი, მაგრამ ის საკუთრივ ფორმებში კი აღარ ვითარდება. ვითარდება ძველი მინერალის ფორმებში, იმიტომ რომ სივრცე არ აქვს საკუთრივ ფორმებში გასავითარებლად. აი მსგავს რაღაცად გვთავაზობენ ხშირად აი იმპორტირებულ ფორმებს დასავლური არსებობისა, რომ ჩვენ გავთავსდეთ რაღაცა ფორმებში ისტორიულ ფსევდომორფოზაში, რომელშიც ჩვენი გავითარების სივრცე არ არის. გსურს თუ არა, ამის უნდა ვაღიაროთ. რაღაც წინააღმდეგობაში ხდება ჩვენს გავითარებასთან. მე იმას კი ვიზახი, რომ დიამეტრალურად განსხვავებულია, რადიკალურად განსხვავებულია და ვერ შევიგვებით არა. თვითონ ის ფორმების იმპორტირება ხდება მახინჯად, თუნდაც. გულობგულოდ ზერელე თავქარიანად გაგებული ფორმების იმპორტირება ხდება. აი SARS ესეთი სკელმერნელი კულტუროლოგი ფრანკ ტრემელი, რომელიც ძალიან შეაწერს ხოლმე ამ თემაზე, მეგობრობ ამ კაცთან და ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ უსაძღოთ შესტკილებული საქართველოს და ის გამუდმებით წერს ხოლმე. ნუ რატო წარმოუდგებათო საქართველოსშიო, რომ ეს პირდაპირ შეგიძლია კოპი-პეისტით გამოიტანო რაღაცა სოციალური ფორმა, სოციალური იდეების კრებული და შიგნით განათავსო ქართველები. შეუძლებელია. ეს თუ არ ამან თუ არ გაიარა შენი ისტორიული გავითარების ქურა, თუ არ გაიარა შენი ცნობიერებისა და სულის ყველა კუნჭული, ისე ნებისმიერ შემთხვევაში იქნება რაღაცა იქნება რაღაცა ჰომუნკულუსის მსგავსი ხელოვნური სოციალური სხეული, ხო? ან გოლემის მსგავსი რაღაცა ხელოვნურად შემოწიწებული არსებობა, რომელსაც სიცოცხლისეულობა არ აქვს. ჰომუნკულუსი ხო გახსოვთ, არა ეს ალქიმიკოსები აკეთებდნენ რაღაცა რეცეპტურა ჰქონდათ თავისი, ამზადებდნენ იმას. ხელოვნურ ადამიანს. და ცნობილია, რომ რომელიღაცა განმოცემები არსებობს, რომ ვიღაცა ალქიმიკოსებმა გააკეთეს კიდევაც ეს ხელოვნური ადამიანი. ისე როგორც გოლემი ეს უკვე ებრაულ ალქიმიაში იქმნებოდა ესეთი ხელოვნური ადამიანი, მაგრამ არც ერთ მსგავსად შექმნილ ადამიანს სიცოცხლისეულობა არ მიეწერებოდა. ის ხო რაღაც ხელოვნური ქმნილება, რომელიც უთხეული ხელოვნური ქმნილება, რომელსაც ჯერ ფრანკენშტაინივით უბედურება მოგონა თავის შემქმნელისათვის და მერე უბრალოდ იღუპებოდა. აი ესეთ არსებებად შეიძლება ჩვენ ვიქცევთ, თუ ესე ზერელებ და ალბათ განმოტანილი რაღაცა ფორმებში დავთანხმდით ჩასმას და ქართული საკმაისად ძლიერი საცოცხლო ინსტინქტი აღმოგვაშა და საიმისოთ, რომ არ დავთანხმებოდით აი ესეთ ისტორიულ ექსპერიმენტს საკუთარ თავზე. ეს ისტორიული ექსპერიმენტი მოგხსენებათ ყველა შემთხვევაში ძალადობას გულისხმობს იმ შემთხვევაში თუ ეს არ არის ორგანული ამა თუ იმ სოციალური გარემოსათვის და ამიტომაც იყო რომ ძალადობის გავითარება წინა ხელისუფლების ბოლო წლებში აი ზრდა ძალადობის ეს ბუნებრივი რამ გახლდათ რაც უფრო გზნობდნენ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი სხეულისა მით უფრო მაღალი ხარისხის უნდა ყოფილიყო ძალადობა წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ისტორიულ ექსპერიმენტს ვერ ჩაატარებდნენ აქ არ გახლდათ ხო რაღაცა ანგარება რაღაცა ეს იყო ის შედეგი პროდუქტი იმისა რომელსაც ისინი დაადგნენ მაგრამ მეორე სხვა შეიძლება შევთავაზოთ საკუთარ თავს ან საკუთარ ხელისუფალს ხო ამის ალტერნატივა სამწუხაროდ ამის ალტერნატივად ვთავაზობთ ჩვენ ისევ და ისევ აი ამ ნაციონალურ უტოპიურ წარმოდგენათა სისტემას რომელიც პროდუქტიც კიდევ უფრო მკვდარი შეიძლება იყოს ვიდრე თქვათ დასავლეთიდან ასესხები იდეებისა ისევ და ისევ ვთავაზობთ იმ ნაციონალურ უტოპიას რომელშიც როგორ გითხრათ რომელიც მთლიანად აიგება ცოცხალი შუათების ესთეტიკით. ცოცხალი შუათები, არ ვიცი, მოგიყევით თუ არა ამის შესახებ, გაიგეთ ცოცხალი შუათები. ცოცხალი შუათები ის ესთეტიკა რას ნიშნავს?
მე-19 საუკუნის ბოლოს მიხაილ ზიჩი რომ ჩამოვიდა საქართველოში, ნუ რუსეთში დადგა ჯერ ცოცხალი სურათები. ცოცხალი სურათები რა არის? თეატრალური წარმოდგენა არის, რომელიღაცა ნაწარმოების რომელიღაცა ეპიზოდს განასახიერებებს, მსახიობები გამოდიან სცენაზე, ხდებიან რაღაცა პოზებში და ამ დროს რომელიღაცა დეკლამატორი კითხულობს აი ამ ფრაგმენტის შესაფერის ნაწილს იმ ნაწარმოებისა. მე სხვა პოზებში დაჯდებიან და კითხულობენ. ნუ რუსეთში დადგა პეტერბურგში მან თორსი მოსკოვში ხარკოვში დადგა და ჩამოვიდა საქართველოში არცად ისეთი დიდი წარმატება არ ქონია როგორც საქართველოში ქონდა საქართველოში გადაირივნენ ამას ესე იგი მოსვენება არ მისცეს კაც იმდენჯერ დააქმევინეს ვეფხისტყაოსანის სურათები სურათი იმისა თუ თამას როგორ მიართმევდა ვეფხისტყაოსანს შოთა რუსთაველი გესმით და ნუ აღტაცებული ოხრავდა მთელი ეს საზოგადოება უყურებდა იმ უტოპიას რომელიც მატარებელის თვითონ იყო აი ხელოვნურ იმას მოგითხრათ აი სიცოცხლისეულობას ცუდი სიტყვა არის აი რაღაცა იმას მასკარადს გესმით მასკარადს ეს რომელშიც სინამდვილის ელემენტი არ იყოს მარცვალი არის გესმით თლიანად შეთხზული სამყარო და აი ამას ძალიან კარგად ჩანდა ქართულის მისაღება რომ იცხოვროს ცოცხალი სურათების ესთეტიკით შეთხზული სამყაროთ იცხოვროს რომ რაღაცა უტოპიების მატარებელია და აი ამ უტოპიების წარმოდგენებში იარსებოს და თუ სამყარო არ შეესაბამება ამ უტოპიურ წარმოდგენებს მით უარესი სამყაროსათვის მაშინ უარს უცხადებს ამ სამყაროს არ მინდა ესეთი სამყარო გესმით ამიტომ არის რომ ძალიან ბევრი რომელიც 80-იანი წლების ბოლოს ყვიროდა არ მინდა რუსული იმპერია დღეს ყვირის რომ რუსეთი მინდა იგივე ადამიანები რომლებიც მაშინ ტანკებს უწევდნენ გარბიან და კრემლის სცენაზე ცეკვავენ და ტაშკანდოს მართავენ გესმით აი ეს უცნაური არაადეკვატურობა იმ გარემოს იმ რომელშიც შეხარ ამას ბადებს აი ეს ცოცხალი სურათების ესთეტიკა მე რო თბილისში რომ მორჩა მიხაილ ზიჩი დადგმებს და თვითონაც ყოფილი იყო ისეთ პოპულარული აღმოჩნდა უცბად თბილისში მთელი თბილისის აი თუ კი ვიღაცა მცელაკითხვა იცოდა ყველა მიდიოდა ამ ცოცხალი სურათების სანახავად მე ქუთაისში გადავიდა ქუთაისის საზოგადოება კოჩუბაზე გადავიდა ახლა მოგესალმებით იმერლებს კიდევ უფრო უყვართ ეს თეატრალური რაღაცები და ამის ძალიან კარგად ჩანდა როგორ მომწიფებულა ისტორიულად ჩვენში აი ამ თეატრალური ბუფონადებით ცხოვრების სურვილი ჩვენ ქმნით არა პარლამენტს არამედ რაღაცა ცოცხალ სურათს პარლამენტისა. რაღაცა დეკორაციებით ვავსებთ. ქმნით არა ეკლესიას, არამედ ცოცხალ სურათს ეკლესიისას. და თუ რაღაცა ელემენტი ადეკვატურია ამ ცოცხალი სურათის ესთეტიკისა, იმითი აფრთხილებული ვარ ხელი არ ახლო. და დაირღვევა მთელი ეს ესთეტიკა. თუ არ შეესატყვისება, როგორი მართალიც არ იყო, არ მაინტერესებს მე ის ჭეშმარიტია, ჭეშმარიტების მატარებელია, სიცრუის არის იდეა არ მაინტერესებს. სიმართლის ძიება არ მაინტერესებს. მაინტერესებს აი რამდენად შეესატყვისება აი ამ ცოცხალ სურათს, აი თეატრალურ ბუფონადას რამდენად შეესაბამება. აი ეს არის მეორე ალტერნატივა, რომელსაც საკუთარ თავს თავაზობთ. და როგორც ორი ალტერნატივა, ორი არაადეკვატური, ისტორიულად არაადეკვატური და უმცირე ალტერნატივა რო ეჯახება ერთმანეთს, მე ისმევა ის მარადი ქართული კითხვა რა გვეშველება. და შეუძლებელია მანამ სამდე ამ ალტერნატივებს შორის ხარ შეუძლებელია რამე გეშვებას შეუძლებელია იგრძნობ შენს უმწეობას ამ ალტერნატივებისათვის თავი ვერ დაგიღწევია გამბული ხარ ამ რაღაცა უცნაურ დაძაბულობაში ამ ალტერნატივებისა ორი ბოდვითი ალტერნატივის ამბავთ ორი ბოდვაა ელემენტარულად არის ფიქრობთ რომ რახან ვესტერნული იდეოლოგიები ჩვენთან რაციონალიზმის ენაზე მეტყველებენ ის ბოდვა არ არის ეს ბოდვაშიც არის ლოგიკა ნებისმიერ ბოდვაშია გარკვეული ლოგიკა გესმით აი ამ მანამ სანამდე აი ამ დაძაბულობაში ვიქნებით ეს კითხვა ჩვენ წინაშე ყოველთვის იქნება გვეშველება არა მე დავუსვათ კითხვას მანამ ვიგრძნობ თავს უმცეო და დავსვათ მეორე იმას მარადიულ ქართულ კითხვას რას გვიპირებენ ხო გამოდმებით ამ კითხვას ჩვენთან არა რას გვიპირებენ ამერიკელები ჩვენ ობიექტად საკუთარ თავს განიხილავ მე უკვე უნებურად ობიექტად და საკუთარ შენ ზალებს იძულებული ხარ შინაგანად მაინც აღიარო შენი უმწეობა საკუთარ ისტორიის შექმნისა და
ამიტომ სულ მკითხავს, რას მიპირებენ, რას მიპირებს ამერიკელი, რას მიპირებს რუსი, რას მიპირებს თურქი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და საკუთარ თავს გადასცემ ვიღაცას უბრალოდ გადასცემ ვიღაცას კომპეტენციას შენი მართვისა. თუმცა აქაც ცოცხალი სურათია, შენ მარტო გონია რა. ხო. გადასცემ რომ მან გადაწყვიტოს, მან გასაძლოს, მან დაგიყენოს პირობები, ვენეციის კომისიამ დაგიყენოს პირობები, სტრასბურგის სასამართლომ დაგიყენოს პირობები, როგორ უნდა ეს იარსებო ადამიანის ღირსების შესაბამისად, იმიტომ რომ შენ დარჩები თუ არა შენი თავის წინაშე. შეიძლება აბაშიძეების ბავშვის სიკვდილის მსგავსი რაღაცას სააწყდე. გესმით? როგორც კი საკუთარი თავის წინაშე აღმოჩნდები, როგორც კი ვიღაცა არ გაიძულებს შენ რომ ადამიანური სახე მიიღო. ეს არის აი ტრაგედია ხო? მე მესმის რომ ის არის ესეთი რადიკალურ ტერმინებში და კონცეფციებში აღწერე ყველაფერი ეს, მაგრამ თუ არ აღწერეთ რაღაცეები ესეთი ექსტრემალური ფორმით, ისე შეიძლება ვერ შევიგრძნოთ ის საფრთხეები, რა საფრთხეებიც არის ჩვენში. და ეს საფრთხე არის ძალიან სერიოზული. ძალიან სერიოზული. და ეს წამით ასე დავუთავებ და ასე ვეცევით სამწარეული სახეების მომავლის განზომილების ჩამკეტი სახეების ორი წყების დაძაბულობის ქვეშ მოგაცავთ. რა შეიძლება როგორ გასახება ამავე ალტერნატივი და თავის აღწერისგან და შაქრისგან გამოსვლის ხერხად რა გასახება როგორ შეიძლება რომ მივიდოდა მაქამდე. არა მე მგონი მაინც ღიად გარჩევა რაღაცნაირად. იცით აი მე აი დავიწყე იმითი რომ პასუხები გამიჭირდება. ძალიან გამიჭირდება. ეს ისეთი პასუხებია, რომლებიც თვითონ მაშუდაგანო თვითონ უნდა მოძებნოს. თავარია დაიწყოს ისეთი კითხვა, რომელიც გასაგები იქნება ყველასათვის. კითხვები დავუსვათ. და პასუხი გამიჭირდება. ძალიან გლუქულ უნდა ვიყო მე რომ ახლა პასუხი გაგცეთ. თქვენ და გითხრათ რომ აი ესე გავაკეთოთ და ყველაფერი კარგად იქნება. საბოლოოდ შეიძლება იმ ცოცხალ სურათებზე რა თქმა უნდა. იმავე ცოცხალი სურათების ესთეტიკაში მოიქცევა ის ყველაფერი. ეხლა მე რომ გამოგიწყებოთ თქვენ როგორც აცხადებდა ერთი პოლიტიკური პარტია ესე ჩვენი ეროვნული მოძრაობის გარისტრაცია, რომ ყველაფერი უნდა დავიწყოთ 1801 წლის საქართველოსთან. ნუ აი ბოდვა ხო? მაგრამ მაშინ ამას იზიარებდა ათასობით ადამიანი და ბედნიერი რეალებდნენ. დავიწყოთ 1801 წლის საქართველოს როგორ აპირებდა. ან თქვათ ესეთი განცხადებები, მაშინ იყო ეს განცხადებები დღეს არ არის და ბედნიერებაა რომ არ არის. ესე იგი რაღაცეები იბადება ჩვენშიდაც. რაღაცეებისგან თავისუფლდებით ჩვენთან. თქვა ესეთი განცხადება, რომ უნდა დაუბრუნდეთ დავითისა და თამარის გზას. რას ნიშნავს ესეთი გამოგება? ვინმე ამიხსნის, რას ნიშნავს დავითისა და თამარის გზის გზის დაბრუნება? გესმით? ან და თქვათ იყვნენ ესეთები დღესაც არიან მეგვარებს განგებარვა სახელები პირად საუბარში რომ მოუყოლია ჩემთვის როგორ უწნებობს რომ თბილისის ერთი უბანი მოაწყოს ისეთი როგორიც იქნებოდა ეს თქვათ მე-18 საუკუნეში რომ კაცები ივლიან ჩოხებით და მხოლოდ იმებით ფაეტონებით და ასე შემდეგ. არა თუ ტურისტულ ქვეყანად აპირებ გადაქცევას კარგი იქნება ტურისტებისთვის. გესმით? ასე რომ პასუხის გაცემა, პასუხი არის ჩვენი კოლექტიური შემოქმედების პროდუქტი. ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ გვაქვს ამისი უნარი, რომ ჩვენმა კოლექტიურმა შემოქმედებამ შუას რაღაცას იკეთენ. შუას არა მხოლოდ ის ფორმები, რომლებიც უკვე ჩვენ თვითონვე გვაუგნებენ, ისევ ჯიუტად მეუბნებიან, არამედ უნიკალური რაღაცეები შუას. ისაც იშვება აქ და ახლა. გამოსავალი ეს არის, აი ვეძებოთ ეს უნიკალური გამოსავლები ყველა სიტუაციაში. და დავიჯეროთ ჩვენი ძალმოცილება, რომ ჩვენ კოლექტიური შემოქმედების ძალა შევწევს, აი სოციალური შემოქმედების ძალა შევწევს. მხოლოდ ვიღაცის დონორების მიერ მოწოდებული მსოფლმხედველობები და ეს ფორმები კი არ გვინდა, არამედ ეს ფორმები მე და თქვენ უნდა დავბადოთ ერთად. ინტერაქციაში უნდა დავბადოთ ერთად. ამდენად ვიქნებით ჩვენ ქრისტიანები. ქრისტიანობა არ არის იეჰოველების დევნა. და ადვენტისტების დევნა და ასე შემდეგ. ქრისტიანობა არც ის არის რომ ის რა ქვია ხაზგასმით კოჭებამდე კაბიდადიან ქუჩაში და ნუ მაბადი და ხშირად სასაცილოები არიან და რაღაც და ლიტურგიაში შემონაწილეობენ როგორც რაღაცა თეატრალურ წარმოდგენაში და ნუ რაღაცა ზენარი ძალებისადმი მკვლელობის რაღაცა უცნაური ფორმა არის. ქრისტიანობა სხვა რაღაცა არის. ეს ძალიან ჩვენს კულტურაში შემოსული იყო ნამდვილად რა ეხლა გიგულ ხალხს უგაიხსენება ადამიანი ნამდვილად შემოსული იყო ქრისტიანობის ძალიან სერიოზული იმპულსები
მაგრამ მე რაღაცა დადგუნა ეს იმპულსები, რაღაცა იმას, წეგან ვახსენებდი. თუ მომავლის განზომილების მატარებლები არა ვართ, ქრისტიანები არა ვართ. თუ სოციალური შემოქმედების იმპულსების მატარებლები არა ვართ, ქრისტიანები არა ვართ. უბრალოდ არა ვართ ქრისტიანები. აი ამ საფრთხებს რო ვაცნობიერებთ, ეხლა თქვენ ორი საფრთხე გააცნობიერებთ ძალიან კარგად. აი უკვე ეს არის რაღაცა იმპულსი მე მგონია. და თუ გამოჩნდება საზოგადოებაში ალბათ სოციალური ძალა, რომელიც მართლა ამას გაიზიგზავნებს, ასე რომ ვთქვათ, მის იდეოლოგიას სამხედროებად იქცევა და აი ამ თვალით შეხედა პრობლემა, მაშინ შეიძლება გაჩნდეს ის ქურაც, ალბათ მე ასე მგონია, რომელშიც მოხდება აი ამ იდეების გადახარშვა თუ გადაგნობა რა, ასე რომ ვთქვათ. ეს ქურაც ეხლა რომ საშიშროებების შილება. აი ისტორიული ქურაც ეხლა რომ ვახსენებ, რომელშიც ყველაფერი უნდა გადადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი არ იქნება. რაც ის ისტორიული ქურა, ეს არის სწორედ ჩვენი ინტერაქცია, ჩვენი სოციალური შემოქმედება, ჩვენი თანაშემოქმედება. ჩვენი სოციალური გარემო უნდა იყოს ჩვენი თანაშემოქმედების პროდუქტი. ამ შემთხვევაში იქნება ის ჩვენი კულტურის პროდუქტი, და ამ შემთხვევაში იქნება ჩვენი იმანენტური და ორგანული რამე. აი როგორ მივახციოთ ამ პოზიციონირებას, ახლა ამის თქმა ძალიან ძნელია, იოლი იქნებოდა მე თქვა რომ მოდი ესე მოვიქცეთ და მივახციოთ ამას. ნუ ეხლა შეუძლებელია. მაგრამ ფიქრობ რომ ეს არის ისისკენას უნდა ვიდოდეთ ჩვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ და ისევ იცით აი უცნაური ბედის ხალხი ვართ, ზოგადად ქართველები რაღაცა ბოდვითი იდეები მოგვდებს, რაღაცა მეტაფორები მოგვდებენ, როგორც დემონები რა, აი ამ სიტყვის არა თეოსოფიური, არამედ წმინდა ფსიქოლოგიური მნიშვნელობით. რაღაცა დემონებით არის დასახლებული ჩვენი სული, და ეს დემონები გამუდმებით მოგვდებენ და ცდილობენ რომ დაგვეუფლონ და ყველა ჩვენი მცდელობა აქციონ რაღაცა ბოდვათ, რაღაცა აბსურდად. აი თითქოს ვიღაცა გვეთამაშება გიგანტურ საჭადრაკო პარტიას და ყოველ ჩვენ სვლას პასუხობს მახით სარკეში არეკლილი საკუთარი ჩვენივე თავით. აი გამუდმებით უცხებთ საკუთარ თავს მახით სარკეში არეკლილს. სხვა ვიღაცა გვეგულება საკუთარი თავი და სხვა ვიღაცა დაგვხვდება როგორც კი სარკეში ჩავიხედავთ. აი როგორ დავახციოთ ამას ყველაფერს თავი, იმიტომ რომ იცით აი გულახდილად ვამბობ მე ამაზე ხმამაღლა საუბარი ძნელი იყო, იცით როცა საყოველთაო აღტაცება, აჟიოტაჟია და ეს ენთუზიაზმია, მაშინ ძალიან ძნელია რაღაცებზე ხმამაღლა საუბარი და პირად მე იმას სერიოზულად მაფიქრებდა რომ ის რაც შეიძლება მომხდარიყო 1 ოქტომბრის შემდეგ შეიძლება აღმოჩენილიყო ძალიან მძიმე გასაცდელი ჩვენთვის. იმიტომ რომ ჩვენი დამოკიდებულება ისევ და ისევ იყო მსგავსი პლატონოვის აი იმ ცნობილი გმირების დამოკიდებულებისა. ეს სინამდვილისადმი ჩევენგური თუ მეც გაქვთ საკითხული გეცოდინებათ ხო? ეს ხედან ამ ჩევენგურის ლიდერები და მსჯობენ თუ როგორ უნდა დაამკვიდრონ კომუნიზმი ქვეყანაში. ესე თავის ქალაქში. და გადაწყვეტენ გავწყვიტოთ ყველა ბურჟუა და დადგება კომუნიზმი. დაიჭერენ ყველას ვისაც ან სავაჭრო ქონდა ან რაღაცა ქონდა, ყველას დაგვიტავენ. დილა გათენდა და კომუნიზმის მზე არ ამოწყიდა. როგორ მოვიცეთ? როგორ ჩანს ვის ბურჟუას ემსახურებოდა, აი ისინი ატარებენ აი ამ მაგიურ სულს, ამ სიმპათიკურ თუ ანტიპათიკურ ძალებს. რომელსაც თუ მოვსწრობ, ისევ კომუნიზმის ზე აი მასებს დახვრიტეს მასეებლები, მსახურები, ექიმები, ყველა დახვრიტეს, ვიც კი ბურჟუაზიასთან რაღაცით იყო დაკავშირებული. არ ამოწმდა კომუნიზმის მზე. მე არ ვფიქრობ რომ ეს პლატონოვი აჭარბებს. თქვენ წამოიდეთ მსგავსი რაღაცები ხდებოდა რუსეთში მაშინ. მე გადაწყვიტეს რომ როგორც ჩანს ჩვენ მაინც მოწამლული ტვინი გვაქვს ბურჟუაზიული ყოფით და მოვძებნოთ ვიღაცა ნამდვილი ისა რა ქვია პროლეტარი. და სადღაც ვიღაცა ბომჟები რო დაეხეტებიან რუსეთში ქალაქიდან ქალაქშია უკონელი და ერთი შავი და ერთი ხალხისმეტი რაფელი ვარ რა. სადღაც მოძებნიან ვიღაცა ბომჟს რომელიც ლამის დაუნაწევრებლად მეტყველებს და როგორც კი რაღაცა პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან, ეკითხებიან ამას და ეს რაღაცებს ბოდავს. ბოდავს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით და ერთ-ერთი სურვილი აქვს რომ ჩეიევს არაკი დაუცხან და დაალევინონ და მე აი ესე უაზროდ თვალის ის და რაღაცები ბოდავს და ესე იცნობენ რომ ბომჟის ამ ბოდვაში აღმოაჩინონ რაღაცა ისა რა ქვია სიბრძნეები რომელიც მიხედვითაც უნდა მოაწყო ქვეყანა აგესმით და ბუნებრივია კომუნიზმი არ დგება. აი მეთქ ცოცხალი სურათები დომებიან და იმითო აი ისინი თავზე მსგავსობდნენ, თუმცა ცოტა სხვა არის, მაგრამ აი ისინი ცდილობენ ჩვენი არ იყოს რაღაცა მაგიურ კონსტელაციას მიაღწიონ ვითარებებისა, რომლებიც შობს იმ სინამდვილეს, რომელიც მათ უნდათ.
გასმით? და რასავალია, მათაც აქვს ეს როგორც აღმოსავლური ქრისტიანობის დაავადება არის, მათაც აქვს წმენა იმისა, რომ მიწირი სამოთხე შეიძლება გახორციელდეს აქ და ახლა სწრაფად, უცბად. რაღაცას გააკეთებ და მიწირი სამოთხე დადგება. გაუშვებ ნაციონალურ მოძრაობას, მოიყვან ოცნებას, მიწირი სამოთხე დადგება. გაუშვებ ოცნებას, მოიყვან ვიღაცა სხვას, მიწირი სამოთხე დადგება. ჩემი ძალისხმევის გარეშე, რას თავარია? თავარია და არა თვითონ თავის შემოქმედების ამბობ. თავარია მე ეს ცოცხალი სურათების ესთეტიკით ავაწყო აი სცენა, სადაც თამარ მეფის როლის შემსრულებელი ვიღაცა კალბატონი იჯდომება გადაღებილი და იქ ეს შოთა რუსთაველი მიართმევს ვეფხის ხაოსას და ბედნიერი აი ეს ნაციონალისტური სენტიმენტებით სავსეს წრემლი წაუმევა თვალები. აი იდენტობასაც ხო ვინ არჩუნებთ ამიტაც. ასე რომ თქვა. ისე და ახლა მე რო არ გამიგზელდეს საუბარი. არა მე მინდა სანამ ბავშვები იტყვიან რაიმეს. თქვენ ახსენეთ აი ეს ყველა ძალიან სამწუხარო სურათია, მაგრამ რომ გაცნობიერებულია სამწუხარო აღარ არის უკვე დასაფიქრებელია და ახსენეთ ამავე დროს გამოსავალიც. ეს არის მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულ პასუხს არ თავაზობ და არ შეიძლება იყოს, ეს თქვით რომ უნდა იქცეს ამგვარი მიდგომა სოციალურ შემოქმედებად. აი აქ მაგ მეკითხები, აი ვინ გესახება თქვენ იმ ქართულ სოციუმში რაღაც სოციალურ ძალას, რომლისთვისაც შეიძლება ეს შემოქმედება იქცეს. აი დღეს თუ არა რაიმე ამის ასე თქვათ რაღაც ჩანასახვანი მდგომარეობა იქნება ეს ნებისმიერი ფენა, რა ვიცი, ავიღოთ ალბათ ცოტა ინტელექტუალები თუ ყავს ასეთი. თუ არის რაღაცა ისეთი ახალგაზრდობაში ან ამაში, რომელიც მართლაც მიხვდება, თქვენ ხوار გაგიცნობიერებიათ მარტო ეს ხო ხდება ბევრი ვიღაცა ამას, რომ მართლა ამ დღეშია ჩვენი ქვეყანა. ძალიან მეტაფორულად, ძალიან კარგად თქვით, ძალიან გასაგებია რაღაცა და სული შემძვრელიცაა მართლა გასმოვთქვას. აი დამაფიქრებელი, იქაც შეიძლება ცოცხალი სურათი არ მინდა გამოჩნდეს, რომ აი ვის შეიძლება მართლაც გამოვიდეთ, იმიტომ რომ ახლა ეს გადაგვაჩენს, ახლა აი ვის შეიძლება ჩავეჭიდოთ, ვინ შეიძლება ისე მაინც ჩვენ უნდა მოვიფიქროთ და მოვწევროთ. თუ არ არის, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა საქმე და მართლა ერთ ორ კაცზე დაგჭირდა ჩვენი ქვეყნის ბედი. აი აქ არის აი ალბათ ერთი სათქივარი არის ალბათ აი ესეთი ჩვენი დიდი ხის სათქივარი. რამდენად ძნელად იღებს ქართველი კაცი საკუთარ თავზე ინიციატივას, სოციალურ ინიციატივას, რამდენად ძნელად იღებს. გამოდევით ელოდება რომ ვიღაცა აიღებს ამ ინიციატივას და ვიღაცა უზრუნველყოფს მას. ანუ თავისი ინიციატივით და თავისი ენერგიით. ისევ აი ფაქტს დავუკვირდეთ ბავშვის გარდაცვალების ფაქტს. გადა არ შეიძრენ ადამიანები და გადა თანაგზნობა არ აქვს და გადა გულგრილები არიან მართლა. ნამდვილად არ არის გულგრილები, აი ეს პოსტი რო დავდე Facebook-ზე, არა გაიზიარა 140-მა კაცმა. ეგეთი რაღაცა მე არ მინახავს არასოდეს 140 კაც გაეზიარებინოს და გესმით ანუ ჩვენში არის ეს ტკივილიც არის თანამგზნობაც არის ისიც არის მაგრამ აი სოციალური ინიციატივის აღების რაღაც იმპულსი არ აქვს იცით აი ჯანსაღი მესიანიზმი არ აქვს აი მოდით ამ სიტყვას ვიხმარებ მაგრამ მესიანიზმი თავისთავად საზოგადოებაა და ჩვენში მესიანიზმი როგორც წესი მიშღავდება ხოლმე მახინჯი ფორმებით, ვიღაცა კაცობრიობის მხსნელია, ვიღაცას სამყაროს გადარჩენა უნდა, ვიღაცა რაღაცა ბოდვით მისტიკურ თეორიებს ხზავს და მე რასთავარია პოპულუს მილიონერებს, რომლებიც ამ მისტიკურ თეორიებს გამოუქვეყნებენ ხოლმე, არაჩვეულებრივი გამოცემებით, აი დღემდე აღშფოთებული და გაუგნებული ვარ, რომელ მილიონერს მოვიდა თავში აცად, გივი ალაზნისპირელის აი ბოდვის გამოცემა არაჩვეულებრივი თქვენ ვეფხისტყაოსანი არ გამოცემულა, ისე როგორც ის წიგნია გამოცემული. აი რაღაცა ბოდვა საშინელი ბოდვა აი რა გითხრა მე იმედი მაქვს რომ იმას გადაათვალიერებ არ წაიკითხავს ქართულად როგორ არ გითხულობენ რა საუბრობენ არა იმ დროს ისე პოპულარული არა ის მახსოვს ხო ჩვენაში რას ლაპარაკობ სტუდენტები მომიგებინეს მე ერთ-ერთი უნივერსიტეტის რო არიქა წაიკითხენ ახლა აქ ლაპარაკი არის იცით აი მესიანიზმზე რომელიც ისევ როგორც სხვა რაღაცა მოაქვს ჩვენში ქრისტიანობას. მაცხოვარი ხო სხვას არაფერს მეუნება, მე მეუნება იმას, რომ სამყაროს ბედი ხდება აქ და ახლა, იქ სადაც მე ვარ. არა ისე გლობალურ მასშტაბში, რომ მე რაღაც თეორიაში ვთქვა, რომელიც იხსნის სამყაროს და ასე შემდეგ და ბოლოტებას დაამარცხებს ეთქოს, არა. აი იქ ხდება, სადაც მე ვარ ახლა. სამყაროს ბედი ხდება იქ, სადაც არაველას არ ვაჯობდინებ, თქვათ ყვავილს. აი მე გადავწყვიტე სამყაროს ბედი.
ესა მესიანიზმი უკვე კეთილშობილი მესიანიზმია თუნდაც. საყუროს ბედი წდება მაშინ, როდესაც მე ვიცი, რომ რამაც გაჭირვება აქვს ქვეყანაში და ჩემ ძალისხმევას მიუძღვნი აი გაჭირვების დაძლევას. ისევ და ისევ არა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და არა საქართველოს აღდგენას ნიკოლსიდან და რომ მაგამდე არამედ აი სულ ელემენტარულ რაღაცას მე ვიცი, რომ სადღაც გასაჭირია. და ვიცი, რომ ჩემი ძალისხმევის 1 საათი რომ მოვახმარო, არა რაღაცა შევაწევ იმას. ხო? რომ აი ეს მისია ავიღო ჩემ თავზე. აი ქართულად ძალიან უჭირს ეს მისიის აღება საკუთარ თავზე. არა და მეორე ძალიან აგამაწყვეტინო ერთი წამით არ გამაწყვეტინო არის აი ქრისტიანობის კიდევ ერთი ელემენტი, რაც აი აუცილებლად ახლა მივადა კი აუცილებლად უნდა ვთქვა. აუცილებლად უნდა ვთქვა. არსებითა თხოველი ჩვენთაგანი ხომ? არსებითა თხოველი ჩვენთაგანი ხო უფლის შანსია. ჩვენს გარეშე ხო უფალი ვერ დადის ამ ქვეყანაზე. თუ უფალი დადის ამ ქვეყანაზე, დადის ჩემი გავლით, თქვენი გავლით დადის. თუნდაც მე შანსი ვარ უფლისა. აი ეს მოვალეობა თუ გესმის, მაშინ ხარ ქრისტიანი. რომ შენი იმ ნაპერწკლის სახით, რომელიც უფალმა იმ თავითვე ჩადო შენში, აი იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად, ხო? და რომელიც ბნელსა შინაჩანს და ბნელიმე იგი მას ვერ ეწია, ხო? რომ აი ამ ნათლის სახით შენ უფალს ატარებ. პირდაპირ აზრით ატარებ უფალს, არა მეტაფორულად გარატანითი აზრით და აშიმნეში, რამე პირდაპირ აზრით უფლის მატარებელი ხარ. ესმით? და პირდაპირ ეს აზრით იქცევი შანსად უფლისა თუ თქვა აი იმ გაჭირებულისათვის შექმნილი რაღაცა შვება. მე გაჭირებას მომტანე რაღაცა შვება. ეს აი საოცარი რაღაცა არის ეს თავისთავად. თუ როგორც კი ამას გაიაზრებ, რომ შენ შანსი ხარ უფლისა. ბევრი რამე შეიძლება ჩამოიფერთხო ისე როგორც არაფერი. ესმით აი მიხვდები რამხელა ვალი გაწევს თურქეთს შენ. რომ შენ რა თქმა უნდა ახლა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას რო გაიაზრებენ, რომ მე ვარ შანსი უფლისაო, უცბად წარმოიდგენენ, რომ ახალი სტალინები არიან ან რაღაცაები. ნუ მე გიჟებზე არ ვლაპარაკობ. ვლაპარაკობ ნორმალურ ადამიანზე. ნორმალურ რიგით ადამიანზე ვლაპარაკობ, აი უბრალო ადამიანზე, რომელსაც ესმის, რომ უფალი მისი მეშვეობით აქ და ახლა იმ მცირე გარემოში ხორციელდება. სარეველასაგან წვენს. აი უმცირეს გარემოში ხორციელდება უფალი მისი მეშვეობით, მისი გავლით, მისი სულის გავლით. ეს არის აი როგორ გითხრათ, თუ ეს განცდა გაქვს ადამიანს, ჩათვალე რომ როგორც ქრისტიანად დაბადება შეგძლებია. შანსი გაქვს რომ დაიბადო როგორც ქრისტიანი. და ღმერთმა ქნას, იცით აი ეს ახლა თავიდანვე ყოველგვარი ეს რა ქვია კორპორაციულ კუთვნილებას, მართლმადიდებლობაზე თუ იმაზე რა ქვია ბაპტიზმზე თუ რაღაცაზე და რაღაცაზე ერთი კორპორაციული რელიგიურობა მართლა რთული რაღაცაა თავისთავად. კი არ ვარყოფ ეს სისულელი ამის ვარყოფ ეკლესიის იდეა, ერთ-ერთი უდიდესი იდეა, ეს უდიდესი იდეა ამ ქვეყანაში. იცით აი ღმერთმა ქნას რომ მე ვიყო კარგი სამარიტელი, აღჭი ვარ ქრისტიანობას. სამარიტელი გახსოვთ ალბათ სახარებიდან, არა? სამარიტელი იუდეველიც არის. სამარიტელებს ახლოს არ ეკარებოდნენ იუდეველები, როგორც უწმინდურებს. ნუ იქ შერეული მოთქმა იყო, ითვლებოდა რომ დარჯული ქონდა გარყვნილი, წარყვნილი და ასე შემდეგ და შემდეგ ახლოს არ ეკარებდნენ სამარიტელებს. და ღმერთმა ქნას რომ მე ის კეთილი სამარიტელი მაინც ვიყო. აი იქ სახარებაში აღწერილი კეთილი სამარიტელი მაინც ქრისტიანობას ვინ ჭირს? ქრისტიანობა ეს ძალზე შორეული და რთული ამოცანა არის. ძალზე რთული ამოცანა არის და არსებითად ისე გავლევა ალბათ ჩემ ცხოვრებას რომ ვერც მივახცევ მაგ მიზანს. თავარია რომ მე გზაზე ვიყო და ნება მქონდეს ამ გზაზე ყოფნისა. თავარია და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოვლენა ნების არის ის რომ გავიაზრო რომ მე ვარ შანსი უფლისა. და არა მხოლოდ მე, აი მე და თქვენ რომ შევხვდით ერთმანეთს, ჩვენი შეხვედრა უკვე შანსია უფლისა. აი შანსები რო არის. არა შედეგი ახლა თქვენ საუბრიდან ჩანს რომ მინიმალურია. მთელი ეკლესია ასე რომ ამ შანსს უნდა აძლიერებდეს. აი მე მაინტერესებს უბრალოდ. ეხლა რო ჩვენ რელიგიური, ამბობთ აი ესე პროფესიონალი და მორწმუნე
ჩვენი აი წარმომადგენელი მართლმადიდებლობისა რო გვისმენდეს ძალიან დიდ კამას გამართავდა თქვენთან და რაღაც უბედურების შეიძლება დაევალებინათ შეუძლია ამავდროულად ყველაზე მე ასე მგონია იმიტომ რომ მეგობრები ვარ თქვა და ყველაზე ქრისტიანულად ყველაზე ღმერთისენითაა ეს ლაპარაკი და მარტო ქრისტიანული არა მე მგონი ვისაც ნამდვილად ღმერთის აპერწკალი უვლია ალბათ ალბათ ყველა შეძლებს ამას არა მხოლოდ ქრისტიანი სამარიტელის თუ შეძლებს მაშინ სხვა არა ესე მეორები ამიტომ ეს მართლაც აი სერიოზულად ვფიქრობ ერთი წამით სერიოზულად ვფიქრობ აი სამარიტელად ყოფნა კეთილ სამარიტელად ყოფნა უკვე იმ ხელამადლია რა თუ შეგიძლია ეს უკვე არ უჩივი ვარ მე იმაზე ქრისტიანობაზე და ასე შემდეგ აი ის მაინც იყო ადამიანი ეს უფალმა იმათ მაინც არ მიგიქواس კეთილ სამარიტელად მაინც არ მიგიქواس უკაცრავ თქვენ არა ჩაერთეთ ეხლა ნუ სულ იმის ნუ იქნება რომ სხვა მხრივადაც შეიძლება წავიდეთ Ani ფილოსოფიური აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. აი იყვნენ ადამიანები არჩევნების დროს, რომ 30 სექტემბერს დაიწყეს ნაციონალურად და 1 ოქტომბერს ამ პროცესების თემას გაიგოს ამასთან დაკავშირებით თქვენი ფილოსოფიური აზრი მაინტერესებს შეხედულებით. ესე იგი, ამას ფილოსოფიური აზრი არ უნდა. თქვა ეხლა მაგ ადამიანს რა უნდა თქვა მაგ ადამიანებს. მაგრამ ისინი სხვანაირ წყალით არიან ანთებული ასე. რა უნდა თქვა მაგ ადამიანებს. სამწუხარო. ეს ხალხი რომ კომენტარი გავაკეთე ხალხთან ამიანს ყარაც ეკლესიაზე და მეც მაგას ვფიქრობდი ამ ხო იქნება ზოგადად ეს ეკლესიის წამოწმები, პატრიარქი და შემდეგ არიან უფრო მეტად უფრო ქრისტიანები არიან ვიდრე ჩვენ ხო? და მათ უფრო მოეთხოვებათ რომ რაღაცა უფრო მეტი სიკეთე აკეთონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ ამას წინათ ან ერთ ფრაგმენტს ვუყურე ერთ გადაცემაში მიწოვრები იყვნენ ეს და იქ ჟურნალისტი იყო დავსვარო 50 მილიონი დავითის თქვენ ფინანსური ბიუჯეტიდან რა თანხა მიდის ხელმოქმედებაში და სამწუხაროდ ეს ადამიანი ამბობდა რომ ისინი რაღაც უნივერსიტეტებს ფინანსებენ ამას საკეთებენ მაგრამ ანუ რომ მეცნიერების განვითარებას უწყობენ ხელს მაგრამ რეალურად აი კონკრეტულ პასუხს ვერ სცემდა იმაზე თუ რამდენი იხარჯებდა ამ ხელმოქმედებაში და ძალიან გული დამწყდა ამაზე იმიტომ რომ ზოგჯერ არის შეხედულება რომ ჩვენ გვინდა რომ მივიბრძოთ მათ და აი რაში უნდა მივიბრძოთ ვიცით აი მე უფრო მეცაც გეტყვით სამწუხარო ფაქტს გეტყვით ყოველი ალილო ჩდება 100,000-ობით ლარი ყოველი ალილო ნამდვილად არ მისვისა თუ უნდა დახარჯო 100,000-ობით ლარი ალილოში და შეკრიბო თქვა 2,000 ლარის კაფეთ. რა თქვენ აი პასუხი მაგ ძალიან კარგად ცოცხალი სურათია ეს. ხო მაგრამ ხო თეატრალური ცოცხალი სურათების იმის რასაც შეკრიბენ რა სინამდვილის სიმულაცია აი ადამიანებში მომაწოდა სიტყვა გამახსენდა. სინამდვილის სიმულირება აი იმის გაცნობიერება საჭირო თვითონაც შეიძლება ძალიან კარგად იქცენ მე რაც არ მოგწონთ ეხლა თქვენ. იქ გამოპასუხებებით გახსოვთ ალბათ რაღაც ფენები, ნუ ძალიან აგრესიულად თუ როგორ უბედავენ ღლებს ამ რაღაც არა ყველა უნდა ამგვარად დაიკითხოს კაიგაგებით ალბათ რომ მაგრამ ეს დაპერწკალი იგრძნობს. ხო, მაგრამ მე მგონი ჩვენი უბედურება საზამძალისე ქრისტიანს უსვამს ხალხს რომ მაინც გაგაწყობთ იმ ჩვენს სამღვდელოებასა და იმასთან მიმართებაში რომ ის დაპერწკალი რაცა იქ მათ არ უზნია სამწუხაროდ და კრეხელობაში მეტომ შემომავთ. ეგ სამწუხარო რაღაცები იყო მე ძალიან ბევრი მაგალითი ჩაურმავთ მაგრამ ეს 25 მილიონი არაფერი იმასთან შედარებით რაც მე მინახავს და შეიძლება დავავატებ რაღაცას ანუ ზოგადად ანუ მე ხო ამბობს იმას რომ ჩვენ მიწიერ სიკეთეზე არ უნდა ვიფიქროთ და ასე შემდეგ მაგრამ ძალიან ხშირად მინახავს რაღაც ძვირფასი ხატები ძვირფასი თვლები გაფორმებული და ასე შემდეგ აი დავუშვათ ის ერთი ხატი რო გაეყიდეთ რაღაც იმ ფულით რამდენი ადამიანს დაეხმარებოდა და თუნდაც ის აბაშიძის ბავშვის სახელმწიფო გავუსვენ ხო შეიძლება გადაეჩინათ თუნდაც ერთი ადამიანი რატომაც ამაზე კი მაგრამ ერთი რაღაცა არის იცით აი მეორეს მხრივ არის ნებისმიერი საზოგადოებრივი ინსტიტუცია იქცევა იმის და მიხედვით რა იმპერატივებს დაუწესებთ მათ თუ ჩვენგან არ მოდის იმპერატივი რომ მოიქეცი ადამიანურად ნებისმიერი საზოგადოებრივი ინსტიტუცია გაიყვნება ეს იქნება ხელისუფლება ეს იქნება ეკლესია იქნება ვინც არ უნდა იყოს თუ ის კონტროლს არ გზნობს ჩვენგან თუ არ გზნობს რომ ჩვენ ოდნავ დისტანციური მას როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუციას არა როგორც თეოლოგიური ინსტიტუციას
ეკლესიის თეოლოგიური გაგება სეხანაც ვახსენე ეს სხვა რაღაცა გახლავდა ეს არის ერთ-ერთი უდიდესი კატეგორია რაც კი კაცობრიობა მოიპოვა თავისი არსებობის განმავლობაში თეოლოგიური ეს გაგება ეკლესიის სხვა რამე გახლავდა და სამწუხაროდ ახლა ზოგიერთი სასულიერო პირიც გულსო საკუთარი თავი გაუიგივო სამთეოლოგიურ გაგებას ეკლესიისას ეგ სხვადასხვა რაღაცეები არის აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცეები არის თუ არის არსება ის საზოგადოებიდან ეჩვიანმა მზერა და ვიღაცებმა თუ არა იღეს საკუთარ თავზე თქმა სოციალური ინსტიტუტია ეს ბოლო-ბოლოს შევხედოთ ეჭვის სოციალური ინსტიტუტია რომელშიც კონკრეტული ადამიანები არიან და მეთო შეცოდენ და სულ რაღაც 15 წელიწადში ამ ინსტიტუტში გაერთიანებული აღმოჩნდა 2-3 თუ მეტი კიდევ ადამიანი რომელთა კომპეტენციაშიც მე ეჭვიებარება და ძალიან ბევრი მათგანისათვის ეს ძალაუფლების სფეროა მაგის ადამიანია გიგნაძისისა ხო გიგნაძე თვითონ აღიარებით რაღაცა ხო არა გიგნაძე ჯანსაღი ადამიანია და სამწუხარო რამეს ამბობ ძალიან დამაფიქრებელი ეს უამრავ სამწუხარო რამეს გეუბნება იცით აი თქვენ წარმოიდგინეთ ეს რომ წააკითხოთ თქვა ვასილიადისის თხზულებები თქვა მე თანამედროვე თეოლოგებს გეუბნებით კოკინაკისის ის რა ქვია თხზულებები ან თქვა იგივე მეშერინოვის რუსული მაინც მოიციან და მეშერინოვის ან პეგანოზი კურაევის თხზულებები რო წააკითხვა აღარაფერს ვამბობ შმემანზე უბრალოდ აუთხრა რომ შმემანი სასულიერო პირია უთხრა რომ უბრალოდ ვიღაცა არის საერო პირი რომელიც წერს ამ თემებზე მაშინვე გეტყვიან რომ ეს ან იეღოველია ან მორმონია ან რაღაც ამისთან არა და ეს არის თანამედროვეობის უდიდესი მართლმადიდებელი თეოლოგია იმდენ წინააღმდეგობას აღმოაჩენ მასში აი იმ გაგებასთან ქრისტიანობისა და ქრისტიანული ცხოვრებისა და ზოგადად მართლმადიდებლობისა რასაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს გარშემო გაუნათლებლობის ბრალია ელემენტარული გაუნათლებლობის ბრალია იცით აი ერთხელ მეშერინოვმა ერთ სატელევიზიო გადაცემაში ესეც რამე წამოიძახა მეშერინოვი გახლავთ ან არ იფიქროთ რომ ეს არის რაღაცა მეხუთე ხარისხოვანი თეოლოგი მეშერინოვი გახლავთ ამავე დროს რუსეთის საპატრიარქოს მოზარდებთან მუშაობის გაყოფილების გამგე ის არის ბერი გახლავთ სულიად ახალგაზრდა კაცი არის რაღაც 45 წლის იქნება დაახლოებით არაჩვეულებრივ საინტერესო ადამიანი არის და ერთხელ მან წამოიძახა მეთოდ შემო ამათ უგდებ კურსო ვიღაც იმაზე პრიმიტიულ მართლმადიდებლებზე ლაპარაკობ და ამათ კურსო უგდებო სწავლმიდგენია რა დაემართებათ მართლმადიდებლურ ქრისტიანობა მართლმადიდებლო მაცხოვარი გამოეცხადოთ რა დღეში ჩაცვიდებიან ხო ან თქვათ დიდი ინკვიზიტორის მსგავსად ციხეში უნდა გამოგეტონ მაცხოვარი რომ არ გამოჩნდეს და ადამიანებმა არ დაინახონ ან ხელახლა ჯვარსაცმელ როგორც ერეტიკოს როგორც წვალებელს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ იმდენად დიდი იქნება დისტანცია მაცხოვარსა და იმ ეკლესიას შორის ის მატარებლებიც რაიდეის მატარებლებიც ისინი არიან ამას ამბობს მეშერინოვი ამას მე კი არ ვამბობ ამას ამბობს ერთ ყველაზე ავტორიტეტული ადამიანი რუსულ ეკლესიაში დღეს საბედნიეროდ იმათ ხავთ ესეთი ადამიანები საბედნიეროდ ხავთ ჩვენთან როგორც ესე ვერ ახერხება ხოლმე წონასწორობის დაცვას იცით და ერთი მინდა უკიდურესობი და მეორეში გადავარდებიან იწყება ხოლმე როგორც ფუნდამენტალისტები და ამთავრებენ ხოლმე როგორც ექსტრემისტი ლიბერალები და აი ამიტომ ის განასევით უგნებავთ სასულიერო აზროვნებისა, რომელმაც უნდა გადაარჩინოს კიდევაც ეკლესიას, სამწუხაროდ სუსტია. ზოგადად, იცით, აი ბერძნული კულტურა ძალიან ხატოვნად რო ვთქვა, შექმნა ერთმა მეტაფორამ, სცილასა და კარიბჭას მეტაფორა. აი ექსტრემალურ განსხვავებებს შორის თავის დაღწევის მეტაფორა. აი ეს არქიგენიალური რამე, ბერძნული კოსმოსის დასავლურისთვისაც მე ნიმუშად იქცა მთელი დასავლეთისათვის ეს. მთელი ბერძნული კოსმოსის შექმნა ამა, როდესაც შენს ჩვენ ვეხეთქებით ალბათ რა თუ ვეხეთქებით. ჩვენ მუდმივად ამ დაძაბულობაში ვართ და მუდმივად ხანერს მივეხეთქებით, ხან მეორეს მივეხეთქებით. და ის რაც გააკეთა ოდისევსმა რომ შეზუა აი მისი ძალისხმევის უკიდურესი დაძაბვის ხარჯზე გასულიყო ამაში აი ამ ორ იმას შორის არა ჩვენ ვერ ვახერხებთ ამას და არც ვიცით რომ ეს უნდა გავაკეთოთ
ამიტომაც არის საქართველოს გამუდმებით დაძაბულობის ასპარეზი დეისაძესა და უდელის აკაძეს შორის. ისინი ქმნიან ჩვენ საზოგადოებრივ გემოვნებას ყველაზე გადახვალ კაცი. აი უარესი რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში, ხო? როდესაც ეს ორი რადიკალურად განსხვავებული ექსტრემისტი ქმნის თელ ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებას, იმ დაძაბულობას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ვაძლევთ თავისუფლებას. ვერ გაგვიდევნია ესენი, რატომ? იმიტომ აი იმის გემო ვერ გავიგეთ, იცით, აი იმ საშუალო ცუდი სიტყვა, ოქროშუალები ცუდი სიტყვაა. საშუალო საუკეთესო არისტოტელის სიტყვა. ამ დაპირისპირებიდან გასulis არც ნება გვაქვს და არც უნარი ეთქობა რა. რომ აი ჩვენ მე როგორც ადამიანი ვარსებობ იმდენად, რამდენადაც შემიძლია ამ ექსტრემალურ უკიდურესობებს შორის თავი დავახციო. უძებნო ის წერტილი, სადაც მე ადამიანი მქვია. წინამდელ შემთხვევაში მე ან ერთი დემონის თვეობაში ვარ, ან მეორე დემონის თვეობაში. ეს არის ადამიანური გზა. ადამიანური გზა ამ ორ დემოს შორის გადის. მეგონი წინა შეხვედრაზე გითხარით, აი შუა საუკუნეებში გავრცელებული მინიატურა იყო, ძალიან ხშირად მეუდებოდა ეს სიუჟეტი, რომ ეს დგას ადამიანი და ეს ორივე მხარეს დემონი უდგას. ორი რაღაც საშინელი გარეგნობის დემონი. და ის ადამიანი იმდენად რამდენადაც აი ამ ორ შორის ახერხებს მოძებნოს თავის პოზიციას და მე სხვა იმას ვეუბნები ჩვენ ბავშვებს. აქეთ მეთქი ასე ვეუბნები ანგელოზი გვასეს და აქეთ ცოტა არის დაცემული ანგელოზი. ესე და უბრალოდ არ გამოსავლია, იმიტომ რომ აქეთ წავაგულია, მაგრამ აი ყველას სამწუხარო ის არის რომ ადამიანს კი ეუბნებათ მე რაღაც, მაგრამ მაინც ამ ორ უკიდურესობას შორის რო უწევს გავლა, ამიტომ არ წყდება ადვილად ალბათ. აი არქიგენიალური ის აქ რეპლიკა აქვს გოეთეს იმაში, რა ქვია, ფაუსტის დასასრულს. როდესაც ფაუსტი თითქოს და აი ამას მეფისტოფელს თავს აღწევს და რომ აი მთელი იმითი რა ქვია პათოსით უნდა რომ ზეციურ ძალებს მიეცეს და ამ საწყალს გონია რომ ისინი ანგელოზები არიან, ვის გალობაცას მიყვება და არის რომ გადაცმული ეშმაკები არიან. გესმით? აი ეს პათეტიკა, რომელსაც ჩვენ მივეცემით ხოლმე რაღაცას, დიდი მანკიერების შემცველია თავისთავად. და ჩვენ პათეტიზმის პრინციპით ვაზრობთ. აი ესეთი ძაფრად განცდილი ემოციებში ვეძებთ ჭეშმარიტებას და ვერ გაგვიგებთ, რომ აი ამ ძაფრ ემოციებში შეიძლება დაიმალოს სწორედ დიდი ბოროტება. იმიტომ ეს ტყუილა არ მოგწო უკავმა, ხო? ეს არის ის ხელი რაშეცვა გაიაროს ყველაფერი. ჩვენ ჩვეულებრივ ადამიანს ხოვენ მოვთხოვთ ყველაფერი, რომ აი ეს თქვენ ახლა რა წიაღსულები გააკეთეთ და ნათელი სურათი სამწუხარო, მაგრამ დაგვიხადეთ. რომ ეს ჩვეულებრივმა მოგდავმა თუნდაც კარგმა მორწმუნემ აი ესე განიცადოს, შეიცნოს საზოგადოებაში ყველაფრის დანაწილებაში შრომის და ინტელექტუალური შრომის. ალბათ ის რომ ერი რაღაც ეტაპზე ამას ვერ აცნობიერებს და ამ ორ უკიდურესობას ეჯახება, ეს არის რაღაცა სოციალური ფენის არარსებობის ან ისა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში, ვის უნდა მართლაც ამ შემთხვევაში გამოსავალს კი არა მარტო პრობლემას აი როგორც თქვენ გაანალიზეთ, ასე მაინც აანალიზებდეს ადამიანურად. მართალია საზოგადოებაში შეიძლება ძალიან უკიდურესობასაც თქვენც მოგაჩინოთ ასე იარლიყი მოგაგეროს, მაგრამ აი ასეთი ნათელი ანალიზი იმისა, რომ რაღაც აი გვიხსნიდეს ჩვენს აი ამ გამოვალ მდგომარეობას, მე ბევრიდან არ მომისმენია და ალბათ მთელი წერლობა, მთელი მოაზროვნე ადამიანები, ფილოსოფოსები თუ ვართ, მარტო დიპლომირებული არა ვართ, თეოლოგების სხვა განსაკუთრებით ამ შემთხვევაში ალბათ ჩვენი მართლმადიდებლობა რაღაც აი უბრალოდ აი ეს აზროვნების სტილი უნდა შეიცვალოს ძველი და აი ამით შეხედონ რა მე მგონი გამოსავალი. მე მოგაცავთ ერთად ვიტყვი აი მე რა მამანდაშვილმა თუ კი რაიმე როლი ითამაშა ქართულ სულიერებაში, ითამაშა სწორედ ეს როლი, რომ მან ქართული აზრის წინაშე გახსნა ახალი პერსპექტივები. აი ძველი პერსპექტივების, ძველი ფორმების თხრობიდან გაათავისუფლა. ეს იყო აი უზარმაზარი დამსახურება. ბევრ რამეში შეიძლება არ დაეთანხმო გულწრფელადო ყოველგვარი მეტისშობის გამარჯვება არის ძალიან ბევრი მომენტი, რომელშიც მე მას არ ვეთანხმები. ნამდვილად არ ვეთანხმები, მაგრამ მეორეს მხრივ არის აზრის ის პერსპექტივები, რომლებიც მან გახსნა ჩემ წინაშე, პირადად ჩემ წინაშე და ძალიან ბევრი ადამიანის წინაშე. აი ეს არის ძალიან დიდი რამ. რაც მას შეძლო, ახალი განზომილებები შეძინა ჩვენ საზოგადოებას. აი სამწუხარო ისა რომ ვერ გრძელდება ეს. ძალიან დასავლური ხო არა. ვერ გეტყვით, იცით ახლა აი. მაგრამ თავარი არის იმის გახსნა. მიშა გაბრიელი სტუდენტი, მე თავიდან თქვენთვის კითხვის დასმა მინდოდა იმასთან დაკავშირებით თქვენ კომისიაში რო იყავით საგამართლო ერდელ ჯგუფში რო მაგრამ ახლა ხდები რომ უადგილოა და მინდა შემდეგი კითხვა დაგისვათ. აი
დემონებთან დაკავშირებით ხშირად წარმოსახვაში დემონები არიან მაინც ბუდიანი, ჩიქებიანი, მთიანი და თქვენ ახლა დავწერეთ რომ ყოველთვის დემონი იმის დემონია რომ მასური და რაც შეიძლება ლამაზი უნდა იყოს და ჩვენი საზოგადოება მგონია რომ ზუსტად ამ დემონებს ერთვის ვისაც იმის ყო არ ყოფნის რომ გადაიცვას ან რაღაც ისეთ წავიდეს და რა გონია ჯერ იმდენად არ დაგოფასეს რომ ლამაზი დემონები მაინც გამოგვიქცევენ ჩვენიდან ადამიანების ფუნქცია სწორედ ეს ვარ გადაცმული დემონების აღმოჩენისა და საზოგადოებისთვის მათი მე ვერ გეტყვი ერთ-ერთი ნაწარმოები ახსენებათ თუნდაც იამბო რომელმაც თავისი გული ამოიღო და ხალხს გაუძლო და მე შეიძლება დაამთავრა მაგრამ აქამდე რომ არ მივიდე და ასეთი თავგანწირვება არ გაჩნდა საჭირო თუნდაც მეტი დისკუსია მეტი ჩანაწერი ვიდეო ბლოგი და აი ამ დემონების აღმოჩენის პერსპექტივები როგორ შეიძლება და ეხლა აქ მე ვერ გეტყვით ეხლა ძალიან ძნელია მაგაზე თქმა ლაპარაკი მე ვერ ვიქცევი მათ რა ქვია ინგლისურებს ეს ავსულებს უდევნიან აბური ეგზორცისტად ვერ ვიქცევი ბუნებრივია თუმცა კი ჩვენ ყველა ჩვენთაგანი ეგზორცისტია და ეს ფუნქცია ყველა ჩვენთაგან უნდა იქისოს ეც და ეგზორციზმი ბუნებრივი მდგომარეობა ადამიანისა ბუნებრივი მდგომარეობა ის რა ქვია ეს გოიას არქიგენიალური სურათი რო არსებობს ხო ეს თულემარე გონება მონსტრებს შობსო ეს ეგზორციზმის სექუნდარება სურათის მონსტრები რომელსაც ჩვენ თვითონ შობთ როგორც კი დაგვეძიდნენ ძილი ხოლმე ფიზიკური ძილი არ არის ეს სიტუაცია როდესაც შეიძლება დადიოდება რა ხო ეს სიტუაცია როდესაც მასზე უმეტეს ჩვენ საზოგადოებაში იციან სურათამდე მივიდივარ თუ ესეთი ლექსი გავიგოლის თუმცა რომ სულ ფლემარე მდგომარეობაში და ის ხატოვანი დემონები რა თქმა უნდა და ის მაგრამ ზოგჯერ ხო შეიძლება სიზმარიც კარგია მონსტრები ჩვენივე შობილია ისევე როგორც ეცი და ეხლა ისევ და ისე მეტაფორას როგორც მეტაფორა ისე მივიღეთ ისევე როგორც მე შანსი ვარ უფლის ასეთივე შანსი ვარ მე იმისა ბნელი ძალებისა რა იშვება ჩემგან ჩემი გავლით იშვება ყველაფერი ეს ჩემი და თქვენი რა თქმა არის ფიქრობ ჩემ თავზე ავიღე ეს ხო და ბატონო ზაზა მე შემიძლია კიდე მე ბავშვები ცოტა იაქტიურეთ მეტი ვიცი რომ ბევრი რამე გინდა თქვა და აი მაინც აგასწრებ ახლა ვისარგებლებ ამით რა მინდა იცი ვთქვათ რომ აი ჩვენ საზოგადოებაში ახლა თქვენ ძალიან ბევრ რამეს შეგვახედეთ ისეთნაირად რომ შეიძლება ცოტა წარმოდგენა გქონდა მაგრამ ასეთნაირი ფორმით არ დაგვინახე და დავსვი კითხვა იმაზეც რომ აი ვინ უნდა გვაჩვენოს ეს სიღრმე მარტო თქვენ არა უნდა იყოს ამ თვალსაზრისი ამ გამოვალე ძალიან მძიმე მდგომარეობის ფონზე როგორ შეაფასებდით თქვენ თუნდაც ჩვენი ტელევიზიის თუნდაც ბეჭდური მედიის ვინც ყველაზე მეტად ყოველდღიურად ავსებს ამ ჩვენ თავებს სწორედ იმ ცოცხალი ხატებით თუ ათასი უბედურებებით ბოღმით და უბედით რა არ ვიცი ან აფიქრებს კი საზოგადოებას ან მისი ფუნქცია ის არის მარტო რომ ერთი იმიდან იმას მეორეს ტალახი ესროლოს და მეორედან ნასროლი ტალახი მოიგერიოს აი უბრალოდ საზოგადოებას ასეთი მედია ჭირდება მედია ეს ხო არა არ ვიცი არა ამათ რომელ ობიექტურობაზე როგორ მივუძღო როდესაც არის ურთიერთტალახისროლ და ვის შეჯიბრია იმაში ვინ უფრო მოუკლავს ადამიანს გულს ასე ვთქვა ეს თქვენ ალბათ არ გეხსოვებათ იყო ესეთი ეხლა იყო ესეთი ჟურნალისტი დღეს აღარ აქტიურობს სამსახურს არშიზის ნატურალიანი ხო და ნუ ძალიან მეგობრად ხშირად მოდის ხოლმე ესე ჩვენთან და ჟურნალისტი რო იღებდა ხოლმე ნუ ძალიან ისეთი კოგოი დაკოქილი და ესე და კარგი ტიპია ძალიან და ესე იგი დღეს დამირეკა და მეუნება კაცო ეს ჩვენი პოლიტიკა რაც დაემსგავსა ვიციო თქვენ ნანახი არ გეკნებათ ის ძველი მოდევილები ხო გახსოვთ ზაკვი იმკალს სასამართლოში ხო რო აღწერს თავის ჭკუს მეზობელთან ნუ ის წყევლე ესროლე მაშა ესროლა აკანდაზი და აი ეს არის მთელი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება და ამას აღწერს მედია და მედიასაც ეს უნდა რომ ეს იყოს
ერთი როგორც წევრის მეორეს, მეორე როგორც წევრის პირველს, ერთი ესვრის აქადას, მეორე ესვრის მაშას და ასე შეიძლება. მედიას ვერ გაუგია, რომ იგი სიტყვის მის კომპეტენციაში სიტყვაა. სიტყვა, რომელიც შემოქმედებითი საწყისია, ხო? სიტყვა, რომელიც პირველთაგან იყოს სიტყვა უნდა თქვა. სიტყვა ქმნის ჩვენს ყოფიერებას. ჩვენ სასწრაფოს უგარეთში. აი ამ სასწრაფოს უგარებას ქმნიან აი ამისანა პათოლოგიური სიტყვით. უკაცრავად რა მეხეს. აბა მარიამ. მარიამ შარია მე კურსის სტუდენტი. საზოგადოებასთან დაკავშირებით მოსკითხვა, როგორ შეიძლება განსაზღვროთ ან როგორ განსაზღვრავთ ქართულ საზოგადოებას როგორც ასეც და გამოვლინებები ან ნიშნები ადასტურებს მის არსებობას როგორც ფრეანის, ან საერთოდ გვაქვს თვალე სოციალური ერთობა, რომელმაც შეიძლება შუა შემდეგ ის სოციალური შემოქმედება, რომელზეც თქვენი საუბრობთ. იცით ძალიან ზოგადად ძალიან ხატოვნად რო აღწერო ქართული საზოგადოება არის საზოგადოება რომელიც ჯერ კიდევ იბადება, ხო? და ჯერ კიდევ მშობიარობის ტკივილებს ხო მარტო დედა არ განიცდის შვილიც განიცდის და ჩვენ ჯერ კიდევ აი ახლა ჯერ კიდევ დაუბადებელის ძალიან დიდ ხაზი გაჭიანურებული შობის ოღონდ დაიბადოს დაში და თუ არ შედგა ის სოციალური შემოქმედება რომელიც ვახსენეთ ახლა ხო ახლა ამას ნუ მიიღოთ როგორც რეცეპტს მაგრამ როგორც ისეთი მინიშნება თუნება თუ არ შედგა მაშინ ჩვენ შეიძლება რაშობილები აღვნიშნოთ ვიშვათ უკვე ბებრებად აი ვიშვათ აი როგორც ჯუჯა ხო გინახოთ არა ბებერის სახეების და ამას ბავშვის დაგიგოს ხო აი ესეთებად შეიძლება ვიშვათ რაღაცას სიმახიჯეთ ანთროპოლოგიურ სიმახიჯეთ უბნევად კულტურულ სიმახიჯეთ რაღაც კოლექტიურ სიმახიჯეთ შეიძლება ვიშვათ ამის საშუალება ძალიან სერიოზული არის ახლა მე რატო ვამთხოვებ ესე ფერებს რატო ვამქებ ესე ფერებს ცით იმიტომ რომ მე მას კატარზის თავისი საზრისი აქვს ცით აი თუ ვერ იგზები საფრთხე რაგელიშე ისე შეიძლება დაგეცინოს საფრთხეს ერთი დიდი სიკეთე აქვს ის აგაზრებს შანშანო და იწიწლებს თუ გზნობ იმ საფრთხეს რომლის წინაშე ცხარ თუ გზნობ აი მუსკულს რომლის და შეიძლება ჩაიჭრო აი ეს ამოფსკულის სახე გამოდმევით უნდა ტრიალებდეს შეცდომაში გამოდმევით სხვა გზა არ აქვს თუ გინდა რომ დავიბადოთ ბოლოს და ბოლოს დავიბადოთ თუმცა კი ამ დაბადებას მე არ ვიყენებ არ ხმარობ აი ამ ერთხელ და საბუდამო დაბადების აზრი თუ აი დავიბადებით და სამი წელი საფუძვი დადგება გვინდა არ გვია ისტორია თავისთავად დაბადების აქტია ხო ეს არის უსასრულო გაჭიანურებული დაბადება ამა თუ იმ კულტურისა ამა თუ იმ ქვეყნისა ამა თუ იმ ხალხისა თუ კაცობრიობის სამთლიანობაში ჩვენ ხო ჯერ კიდე არ შობილვართ როგორც ადამიანები ეს კართაგენის თქვენი როლია უნდა იწოდოთ კართაგენის უნდა დაინგრეს თუ უნდა იშვას აი მე მგონია რომ რაც მარიამს აინტერესებდა ეს არის აი როდესაც საზოგადოებაში თორე ამ შემოქმედების ნაპერწკალი რაღაც სულისკვეთებად იქცევა ცნობიერ არაცნობიერ რაღაც რომელიც ეუფლება კლიენად ერს საზოგადოებას ისე რომ ამას არავინ შეიძლება თქვა სპეციალურად არ ასწავლის ფილოსოფიაში ან სოციოლოგიაში. აი რაღაც ჩინელებს ახლა მსგავსი რაღაც სულისკვეთება აქვს, იცედი რომ ყველგან ფუტკარივით რაღაცას აკეთებს გარდაქმნის სულის. აი რაღაც ეს ბედნიერება თუ ეღირსება ჩვენ ქვეყანას ალბათ ამგვარი რა რაზეც ზაზა მილაპარაკო აი ეს სოციალური შემოქმედება ის პატარა ნაპირისგან რაღაცა და ეს რაღაცნაირად იქნება ჩვენი სულისკვეთების თავარი შემადგენელი ნაწილი აი მაშინ შეიძლება ილაპარაკო რომ ნელ-ნელა მოდის იშვა რა ეს მე მგონი ბიჭია უკვე ასე თქვა და დაიბადა საზოგადოება. ოღონდ თუნდაც გადავაპროლებთ იცით აი მუდმივად გადაბრუნებაში ვიქნებით ჩვენ ხან შევადანძეს დავაპროლებთ ხან გამსახურდიას ხან კომუნისტებს ხან ვიღაცას ამა ესენი ხო სულ ჩვენი გამონაყოფებია. ვაპატეთ ცუდი გამოთქმა და ჩვენი ექსპერიმენტებია ესე ჩვენი კოლექტივი ჩვენ იმიტომ არასდროს სული ვერ ევაცო. გასვით ჩვენი პროდუქტებია იგივე ჟვანეცკი ვახსენე დასაწყისში ხო იმას აქვს არქიგენიალური გამონათქვამი რა ანუ აი ახლა ატაცებული ვიყავი რომ მოვისმინე რომ პოლიტიკი გერტედა ასადაკ ნავირხუ ჩვენი ნალექია ოღონდ ზევით მოქცეულია ესენი ხო ჩვენი ცხეულის გამონაყოფებია ჩვენი ნალექია ჩვენი ნაშთებია
პირდაპირ აზრით ნაშთებია, ხო ეს არის ჯგუფი ადამიანებისა, როგორც წესი ხა ბაბადეთ ხა გინება მათ შორის ძალიან ბევრი საპატრიოტული ხალხია, მაგრამ ესეთი ტიპიური ქართული პოლიტიკოსი არის იგივე მე, ოღონდ მისი რა ქვია, მე მანია გრანდიოზატის შეპყრობილი და ეს დაწუნებული იმაში რომ ხო და დაწუნებული იმაში რომ მან უნდა იხსნას კაცობრიობა და ამავე დროს აი ამ წმენის მიღმა იმალება ხოლმე ერთი ელემენტარული პრაგმატული მტაცებელი. ხო, ნუ ეს როგორი მტაცებლები არიან მაგას ნუ მკითხავთ. მაგას ნუ მკითხავთ როგორი მტაცებლები არიან. კითხვები ბატონო შეგიძლიათ ამ გამოთქვათ რაიმე თქვენი აზრი თქმა უნდა. სამწუხაროდ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრთან საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა მაქვს და დიდი ხანია ურთიერთობა მაქვს და შემიძლია გითხრათ რომ არავითარი ურთიერთობა არ გამაჩნია ჩვენი პოლიტიკური სპექტრის. გამოხმაურებას აი ამ თანაზრისის გაზიარების თვალსაზრისით თქვენ ვერ ხედავთ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში ვერავის რომელსაც გულზე მოხდებოდა ეს საუბარი რომ მართლა დამაფიქრებელი ვარ. ისეთ აი ჯერჯერობით ჩვენი პოლიტიკური ქსოვილი ისეთი არის რომ თუ კი ვინმეს გულზე მოხდება ის თემები რა თემებზე და ჩვენ ვლაპარაკობთ ის უბრალოდ დამარცხდება პოლიტიკურ ბრძოლაში. ანუ ის რა ქვია გაიმარჯვებს ის ვისაც ესეთი რაღაცები გულზე არ ხდება და ვინც ეს მექანიკური მანქანასავით ასრულებს თავის ფუნქციას აი ამ ინტრიგებისა, მახეების დაგებისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ნუ თქვათ ესეთი ინტელექტუალური თვალთმაქსობით ახერხებს რაღაცეებში დაწუნებულ. ეს პოლიტიკურ მასში არ ჩანს იმდენად. შეიძლება აი ლიტერატურა შენ გახდენო ძალიან კარგად თავს ქართულ თანამედროვე ლიტერატურას. მარტო ფილოსოფოსი თეოლოგია რა ხარ, მეგონი ჩვენზე უკეთესად იცი კიდე ესა. აი იქ თუ შეიმჩნევა რაიმე ნაბერძგალი ამის მაგვარი. სულ ყველა იმაში ვეძებთ რა რაღაც. აი რა რით გვეხმიანება, რას თავაზობს ქართული წერილები დღეს? აი სამწუხაროდ ძირითადად ქართული თვითონ ის დღესავით არ ხო კიდე დაფიქრებული არ უნდა იყოს ამ პრობლემას. ერთეული გამონაკლისები სტორმირებად ხედულობაში ძირითადად ქართული ლიტერატურა ეს არის მოდური დასავლური თეორიების ასაკვა. და მათი განმოტანის მცდელობა ჩვენს ნიადაგზე. რაც ცოტა უხერხულადაც მიაჩნიათ ხოლმე ჩვენთან რომ რაღაცა ისეთი თემები შეეხონ აი თუნდაც სოციალურ გაჭირებას. რაღაცური სოციალურ გაჭირებაზე წერა. კატასტროფულია. და დროს თქვა ცოდვაზე და მადლზე წერა არის პოსტმოდერნის ეპოქაში შევაბიჯეთ. ასე შემდეგ. სწორედ ეს არ ეხება მხოლოდ ლიტერატურას, ეს ყველას გვეხება რა ჩვენ ყველანი ასე თუ ისე იქ არა ვართ სადაც ვართ. აი ჩვენს ვასწავლეთ სოციალურ თეორიებს, მაგრამ გაჭირვებაზე ნურას უკაცრავად. რაღაც ესა გვაქვს თვითონ ყოველგვარი იმის გარეშე რომ კეტავს ამას და ბავშვებიც არ გაწუხებს ამის შესახებ რომ პასუხი მიიღოს. რა თქმა უნდა ეხლა ისეთი კატეგორიის წერილები ეხლა როგორც ილია იყო თუნდაც თავისი არქიგენიალური მეთი კაცი ადამიანი მართლა არქიგენიალური თან როგორც იყო დავით კლდიაშვილია ოთოჩილაძე აბალაფარაკო ყოლია რა თქმა უნდა მაგრამ იცით აი ისინი ვერ იქცა ჩვენი ინტელექტუალური საზოგადოების თუ შეიძლება ითქვას ფუნდამენტად ვერ იქცა ისე ვთქვათ დოსტოევსკი ეს არის ფუნდამენტი რუსული აზროვნებისა ხო და ძალიან თუმცა კი დღეს რუსულ აზროვნებაშიც უკეთრად არის შეცვლილი სიტუაცია და იქ აი ტრადიციულ რუსულ ტკივილებს და საკითხებს და საძიებლებს და იმას და ვეღარ იშვიათად შეხვდები ის ხამდა და ალბათ მაგის ალბათ იმის გამია რომ დღესდღეობით აფსობით ოჯახს უქმდება სოციალური დახმარება და თავის წევრებს უორმაგდებათ ხელფასები რომ ამ სოციალურ თავისუფლებაზე ნაკლებად გვესმის. იცით თან უცნაური ლოგიკა აქვს ამ ხელფასების გაორმაგებას. ხელფასები თუ არ გაგვიორმაგდა ქთამებს ავიღებთ. ხო ესე. და გადაგვაჩინეთ ქთამის აღებისაგან. ახლა მე რო გამოვაცხადო ჩვენი ერთ დღესო არ იქა დამინიშეთ 5000 ლარი ხელფასი თორე კაც მოკლავ მეთქი. სხვა გზა არ მეკნება მეთქი ხო გაგიგვირდებათ რა და მათი ლოგიკა ზუსტად ესეთია. თუ კიდე რო ქთამი არ ავიღო უნდა დამინიშო 24 საათიდან თუ 24 საათი და 30 წუთი მუშაობ. უნდა დავნიშნო იმედმენტს კი. იცით რა ის მოხდება ის ასე ჩვენ დავუშვით. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ რაღაცეებში. სოციალური შემოქმედება ესეც არის რომ მე და თქვენ შევთანხმდეთ იმაში რომ ეს არ დავუშვით. მსგავსი რაღაც არ დავუშვით. შევქმნათ ის სიტუაცია ვის ვეღარ გაბედოს ამ არგუმენტს ვეღარ წამოგიღებებში.
აი ამ სიტუაციას ავყენებთ ჩვენ. ჩვენ ვეკვდით იმ სიტუაციას, როდესაც ვიღაცა მავანი როგორ გითხრათ, არათუ ცუდად განათლებული, საერთოდ გაუნათლებელი, მაგრამ უსასრულო პრეტენზიის მქონე და მეტაფიზიკური კომპეტენციის პრეტენზიის მქონე არსება უდლად მოგებლინება. აი ესა უნდა დაუშვო. არ ვართ ჯანსაღი სოციალური შექმნა. ჩვენ ვუშვებთ ამას, იმიტომ რომ ის ყოველთვის მოძებნის თავის მიმდევრებს. ყოველთვის მოძებნის. რომელიც აღტაცებულები იქნებიან მისი. და ჩვენს გვერდზე უამრავი მონაა. სამწუხაროდ. უამრავი მონაა, რომელიც მაგისთან ხაზი ისეცებს. როდესაც ყველა კითხვაზე პასუხი აქვს. ზუსტად იცის როგორ უნდა მოხდეს კაცის საკუთრეში. ზუსტად იცის. წარსა შეიხეს. ყველა ნიუანსი იცის ამ საქმისა. მე მიყურებია უდლისათვის, რომელთანაც მრევლი მოდიოდა, თხოვნით შეიძლება წყალზე წავიდეო, კაი გადავიდეო მაგაზე რა. კითხვების არ მოგერიდოთ. უკაცრავად განმოგიერეკავთ ეხლა დაკავებული ვარ. განმოგიერეკავთ ეხლა დაკავებული ვარ უკაცრავად. შეიძლება სანდრე სამინისტროში ვიძახიან, როცა მინისტრის მოადგილედ მაინც. ბატონო ზაზა, ერთს მე დავსვამ, არ შეიძლება რომ არ დავსვა ეს კითხვა. ჩემი სტუდენტების უმრავლესობა, რომელსაც თქვენთვის მოусვენიათ, ესა მამუკარეშიძეს უსვენდნენ, ყავდა ისიც მოყვანილი აქ გამათოვდით რაღაცა. ახსოვთ მათ თქვენი როლი და დამსახურება იმ პერიოდში, როდესაც აი ეს ოცნება და ახალი იმედები იბადებოდა ასე გვიქაჩია. და დღეს მეუნებიან ის ხალხი, აი რამდენი როგორი იმედი გქონდა ჩვენ, როგორი კარგი ადამიანები და დღეს რატო არ ჩანს ეს ხალხი? როგორ არ ჩანს Facebook-ში მაგალითად არის გადასარევ პოსტების შემოქმედი ადამიანები. ის ჩვენიერ ექსპერტულ რაღაცებს აკეთებს შეიძლება ასე თქვა რაღაცა. თუმცა ეს კიდე სხვა საკითხია და არ მინდა რომ ამ ადამიანებს მითხრას რატო არ გითხეთ ბატონ ზაზას რომ დღეს უფრო გვეგონა ჩვენ თქვენაირი ადამიანები მეტი გასაქანი ექნებოდა და მეც გააკეთებდნენ ისევ ჩვენთვის რა. აი როგორ ახსნით თქვენ იმას რომ თქვენ გაგდრო მიუბრუნდეთ თქვენ ხადრულ ჩანაწერებს ველს. კარგია ეს სხვადასხვა ეს უბრუხირებული რაღაცა შეიძლება დადოქცავ, მაგრამ საზოგადოებრივი დაკვეთა მე მგონი ის იყო და ეს ახალგაზრდები აღწევიან იმაში რომ თქვენაირი მოფიქრალი ადამიანი არ გაქებდა, არ გიფერები ასე რომ თქვა, საჭირო არის რომ სწორედ ამ ქვეყანამ იპოვოს მართლაც ის გასასვლელი ამ ორ დაპირისპირებას შორის და ამდენი მონური ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები ცოტა თავისუფლად იქცნენ და აი რით ახსნით ამას რომ თქვენ მე ვიტყოდი რომ ინტელექტუალურ თამაშებით ერთობით ძალიან კარგი. ხო, როგორც ეს უფალს მაგაში ვჭირდები მე. აი ახლა თეოლოგიურ პასუხი და გითხრა ახლა ამიტომ ასე როგორ გავცე ბავშვებს პასუხი მე რომ მეტყვია რომ აი ბატონ ზაზას სხვა მაგაზე პასუხს მე ვერ გაგცენ ახლა ის ხოს უნდა გიტყვი. ახლა ჩვენ არ გვაქვს იმდენი მისაწვდომი და თქვენ ხელში ყველაფერი რა შეცდომა დავუშვით ჩემო კარგო მაშინ როდესაც თქვენ ინტელექტუალურად შეამზადეთ ეს ხალხი რომ ჩემნაირი ხალხიც კი მაშინ როგორ ეცი მე ბრაზდები ახლა და მე მოვტყუდი მაშინ რაღაცებს შეეტყობა იმიტომ რომ თქვენ გენდეთ თქვენ გიცნობთ თქვენი საუბრ თქვენი ენით რო ლაპარაკობდა ეს ხალხი ამიტომ მოვიხიბლე მეგონა განვიხიბლე რაღაციდან და ახლა მეორეთი მოვხიბლულ ვარ ხო არა რო არ გადავურით ჩვენ იმიტომ ვიკრიბებით აქ ეს ყველაზე პატარა ჯგუფი ალბათ ყველაზე დაინტერესებული რომელიც მართლა ეძებს რაღაცა განსხვავებას რაღაცა სხვას ისეთი რომ აი რაღაც დააქციოს ამ უკიდურესობებს თავი იმიტომაც უნდა იყოს ამირან ერთი რაღაცა არის ხო ნამდვილად არის მაგ პასუხისმგებლობას გქნობ იმის გამო რომ აი პირადად მენდობოდნენ ძალიან ბევრი ჩემი ახლობელი მიედო იმას ქართულ ცნებას. ეხლა ეს პასუხისმგებლობა არის, მაგრამ მეორეს მხრივ და ამ პასუხისმგებლობას იმ მომენტშიც ვხდობდი, იმიტომ რომ იგივე Facebook-ზე წერდა ასობით ადამიანი ალბათ რომ არიკა აი შენს გამო ჩვენ გენდობით შენ და ამიტომ ვენდობით იმას ერთი მე რომ ვენდობი იმას ამიტომ ვენდობი იქნებ მე ვწდები მაგრამ ჯანდაბას ეხლა პასუხისმგებლობა მაინც მე მეკისრება გარკვეულწილად ხო მაგრამ მეორეს მხრივ ვიცით არის რა გვეკითხათ ისეც ხო ფაქტია რომ ვიყავით ჩიხში და რომ ჯობია ამღვრეული იყო სიტუაცია ვიდრე ის ჩიხი დარჩენილი ამღვრეული იყო ელემენტარულად მე მესმის რომ ეხლა საუკეთესო სიტუაცია არის და იმასაც შეგპირდებით რომ
დაპირებების ალბათ 30%-იც ვერ შესრულდება. ამას პირდაპირ გეუბნებით ყოველგვარი იმის გარეშე, თუნდაც ამით ახლა დავკარგოთ თანამდებობა, რაზე მამზადებდნენ და ეკული მოკრესო ეგეთი არა, ეს ფაქტია, შეიძლება 30%-ს ვაჭარბებ კიდევაც. ძალიან ბევრი რამე არ შესრულდება, მაგრამ გვაქვს ახლა ჯერტი გარკვეული დინამიკა შეიძინა პოლიტიკურმა პროცესებმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის სიტუაცია, რომელიც ჩვენ გვქონდა 2011 წლის 26 მაისის შემდეგ 7 ოქტომბრამდე, ეს იყო სრული ჩიხი, ეს იყო უდომა საზოგადოებისა. თქვენ შეიძლება ეს ამას ესე არ განისტირით, მაგრამ ეხლა მე ეს მთელი ეს წლები გამოვლილი მაქვს და აი ესეთი ჩიხი არასოდეს არ ყოფილა ქართულ ეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც აი სულ რამდენიმე თვის განმავლობაში, როცა 26 მაისის აქცია რო ჩაატარეს. მაშინ ვეხვერწებოდი მე ნინო ბუჯანაძეს რო არ გაეყვანა ხალხი. ვეხვერწებოდი, იმიტომ რომ ვეუბნებოდი, რომ ეს გამოიწვევს მეთქი სულ სტაგნაციას ქვეყანაში. საზოგადოებრივი ძალების პარალიზებას გამოიწვევს მეთქი, იმიტომ რომ შანსი არ აქვს არაფრისა და დამარცხებული ოპოზიციის ფონზე ესენი გაიხარებენ მეთქი და გაიხარებენ ძალიან ცუდად. ყველა შემოგვიბრუნდება მეთქი ყველა ეს. და მეორე დღეს გვაქვს მეორე რაღაც. ახლა არ გაიკვირდეთ და უცნაურ ამას ვამბობ, შეიძლება ჩემ გასულეთ მოულოდნელად. დღეს გვაქვს პოლიტიკური ალტერნატივები. რაც არ ქონდა. რაცა უნდა მეჯავრებოდეს ნაციონალური მოძრაობა, ნამდვილად არ მეჯავრებებთ, რომ მათ შორის ჩემი ძველი ამხანაგები არიან ეს თავი დავანებოთ, მაგრამ რაცა უნდა ცუდით ვარით უყურებდე, მე ერთი რამე მესმის, რომ ალტერნატივის უარსებობა არის ეროვნული საფრთხე. ნებისმიერი ქვეყნისათვის. პოლიტიკურმა ალტერნატივამ უნდა იარსებოს როგორი უსიმპათიოც არ უნდა იყოს ის ჩემთვის. წინამდელ შემთხვევაში მთელი სახელმწიფო ძალა აუცილებლად გაიყუნება, აუცილებლად შევაჩიხში. ეს არის აი როგორც ორჯერ 4, რაც ესმის ფრანკს, გერმანელს, ჰოლანდიელს, ამერიკელს და ყველას ესმის. რაც ჩვენ ჯერ კიდე ბავშვები ვართ და აი არ გვესმის, რომ ალტერნატივის გარეშე ქვეყანა იყუპება. პოლიტიკური ალტერნატივის გარეშე. ძალიან მოგწონს თქვენი მსჯელობა, ოღონდ უცნაურ თქმას იმაში დაზღვევარია, ეჭვი არის თუ არა ეს ალტერნატივა. ჯერჯერობით სხვა არ აქვს ეს, ხალხ ბეთვაკრასო დაიბადო სხვა. ნუ ქართული ალტერნატივაც ქართულია რა. სხვა რამე. რა ვქნათ, აბა ეხლა დამიჯერეთ, რომ ცოტა რო არ ყოფილიყო ეს ალტერნატივა. დამიჯერეთ ცოტა ხანში ჩვენ იგივე ტკივილი გვექნებოდა, სადაც ერთ წელიწადში ტკივილითაც არაფერი არ შეგვიძლია დიდი საშიშროება რომ ადამიანები არ შესული. იგივე ადამიანებია, ოღონდ სხვა იდეების ირგვლივ დაჭრილი. შედეგი იგივე ფორმები დაიმატება. აბსოლუტურად იგივე ფორმები. სახაროთის მინერალი იმის მეშინია ის ჩაანაცვლოს ამის და იგივე არ გაქცევს. და აი ის ფაქტი რომ არსებობს ალტერნატიული ძალა, რომელმაც შეიძლება სადღაც წაართოს მას ძალაუფლება ადგილებზე, ქალაქში, მერიაში, სადღაც, აი ეს რაღაცა დინამიკა და სიცოცხლის ზედს. აი ეს ჩემი აზრით არის უკვე მიღწევა. თვალშორის აი დასავლელები რომ კოაბიტაციაზე საუბრობდნენ, არა, რომ მოგვიწოდებდნენ კოაბიტაციისაგან, ამას გულისხმობდნენ. და ამაში აბსოლუტურად დავეთანხმები. რევოლუციური ინერცია რო გაგრძელებულიყო იმის ოქტომბრის შემდეგ და წამოიდგინეს ნაციონალური მოძრაობა დაშლილიყო და ასე შემდეგ, აბა მაშინ გენა. ხელახალ მოგვიწევდა ახალი რევოლუციის მოძრაობა. იგივე აბსოლუტურად და კიდე შეიძლება ფუნქციონირებითაც. და მით უმეტეს ჩვენ უკვე გამოცდილი გვექნებოდა და უფრო მძიმე განცდად შემოვიდოდა ჩვენში ეს. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ ვიმეორებთ, რომ ჩემთვის აი ნაციონალური მოძრაობის ერთი 10-მდე ლიდერი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, ეხლა მე არ მოვშობი ამით სამართლის შეფასებას კი რა ვაზრობ, ჩემთვის პირადად შეიძლება დამეთქმოთ, შეიძლება არა. სისხლის სამართლის დამნაშავეა, მიუხედავად იმისა, დარწმუნებული ვარ, აი ამ მოძრაობა უნდა იარსებოს. წინამდელ შემთხვევაში ქვეყანა დაგვეღუპება. იმიტომ კი არა ესენი არიან მაგრები და ესენი გადაარჩენენ ხელს, არა, მათი არსებობის ფაქტი გადაარჩენს. მეტი არაფერი. როგორც ზაგლის არსებობის ფაქტი გადაარჩენს ბოსტონს ან საათს. სოლიდარობის ფაქტები გაჩნდა ეს კარგია. სტუდენტები, ჯიმები, ეს არის გამოცოცხლების კი. რა თქმა უნდა. სტუდენტები რაღაცა გააჩერებს. არა ძალიან კარგი. ჯერ გაიმარჯვეს რომ იბუსნეს ალბათ თავის თავი.
მაგრამ აი სტუდენტებში შეინიშნება მე მგონი ცოტა დაბნეულობა შეიჩნევა და გუნდრუკის კმევა და ასე იწყებოდა ყოველთვის თავარი ის არის რომ ესენი ნაკლებად ენდობიან მზამზარეულ პასუხებს ვიდრე ენდობოდა აი ხმე ნაკლებად ენდობიან ყველა შემთხვევაში ყველაზე საეჭვო ხალხი ისინი ამბობენ ვისაც მზამზარეული პასუხები აქვს ყველა კითხვაზე რა აი დამიჯერე რა წოდებაც არ უნდა კონდეს მას გნებავთ პოლიტიკური და გნებავთ ეს ეკლესია ყველაზე საეჭვო ხალხი ისინი ორჯერ საშიშია როდესაც აი ამ კრიტიკულად მოაზრონე ახალგაზრდას უკვე 1-6 თვეში შეეცვალა ეს აზროვნება და უკვე ის მოძრა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ და როგორ ეს უკვე მას პასუხი აქვს მეუბნები კაცო ასე არ ფიქრობ ჩვენ საერთოდ აქვს გამისისა მაგრამ ეს რაღაცა ძალას აწევს ზუსტად კრიტიკის მიღებაზე მინდოდა მენი არის კარგება რამდენად გვაქვს ჩვენ კრიტიკულობა და ასევე რამდენად შეიძლება ის რომ გავიაზროთ ჩვენი ისტორია თუნდაც უახლოესი წარსული და გავაანალიზოთ ახალგაზრდან იქიდან შესწავლებით გამოვხოთ და ამერე დაგვეხმარებათ ჩვენი მომავლის რა თქმა უნდა ეხლა თქვენ პასუხები უკვე გაიცით პრინციპში მაგას ხოლმე მას გარეშე შეუძლებელია მე უბრალოდ შევეცდები რომ ჩემი აზრით არ მოვეც რა შემთხვევაში შეიძლება მე იმას რა ქვია შევისწავლო ეს ბოთლი იმ შემთხვევაში თუ მე თავი დავძლიე მის მიმართ დაუგებელ სიყვარულს ან მის დაუგებელ სიძულვილს და დისტანცირება მოახდინე ამ ბოთლზე რა შემთხვევაში მე შეიძლება შევისწავლო ხო ამ შემთხვევაში ის ოპერაციონალური გახდება ჩემთვის ინსტრუმენტად შემიძლია თუ მე ჩავიძინე მის სიყვარულში ან მის სიძულვილში ჩათვალეთ რომ უწეოა მის წინაშე მოჩა მან ის დამეუღლა ზუსტად ესევე არის ჩვენი ყოველდღიურობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ჩვენ აი რაც გვაკლია ქართულის გვაკლია აი ეს დისტანცირების უნდა ოდნავ განზე დავიჭიროთ მოვლენებისაგან თავი რომ შემეცნება შეძლოთ იმ მოვლენებს გაგება შეძლოთ მოვლენებს ჩვენ ამ გვიყვარს სწორედ ძალიან სწორედ არა არ მიგებთ ჩვენ შანსს არ ვაძლევთ ჩვენ თავის ეს რომ გავიგოთ რაღაცა უნდა შევიყვარო უნდა შევიძინო და ამ ემოციურ კარტოფილში ვტეხავთ ყველაფერს და გონია თუ შემიყვარდა ეს არ შეშმარდება თუ შემზულდა ეს არ და ამიტომ ალბათ იმ შვაში რო აი აქ არის დემონები სწორედ აი ეს დემონები აქ არიან შესაძლებელი სწორედ და კიდევ ერთი რაღაცა იცით აი ჩემში სულ ვასწავლე და მაინც ვერ ვასწავლე მანამ სამდე გადაწყვეტილებას მიიღებდი და გადაწყვეტილება ყოველთვის ხო არა რომ გადაწყვეტო არ გქონდა რაღაც აზრი დაიბადოს ჩემში ხო აი გადაწყვეტილება მივიღო ამ აზრის მიღების შესახებ აზრი რომელიც დაიბადა ჩემში სულ მცირე პაუზა გააკეთე ადამიანმა ჩვენთანს პაუზას არ ვაძლევთ სულ მცირე პაუზა და ის პაუზა დაგანახებს ის აზრი ჭეშმარიტია თუ არა შენი განცდა ჭეშმარიტია თუ არა ის გაგება რომელიც შემოვიდა შენში ჭეშმარიტია თუ არა აი ამ პაუზას არ ვაძლევთ ჩვენსთან და ემტოვოთ ქაოსში მუდმივ ქაოსში მუდმივ რაღაცა ექსტრემალური განცდების ქაოსშია თუმცა რატომღაც აზრს ვაკეთებთ არ და აზრი არა ჩვენი ენერგია ჩვენი ემოციური ენერგია ფორმებში ვერ მოგვიქცევია და როგორც კი ფორმებში შეძლებს კათოლიკოსი თავის ენერგიის მოქცევას იქ არაჩვეულებრივი რაღაცა იბადება ხოლმე იბადება რუსთაველი იბადება ფიროსმანი იბადება ვაჟა და ასე შემდეგ ჩვენ ფარდავთ არანორმალურად ამ ჩვენს ენერგიას ამ ჩვენს ემოციებში მაგრამ ამას მივცეთ რაღაცა სტრუქტურული სახე კაცად გასაზრდული სახე ბერძნებმა სვაკერფილი გააკეთეს სილას და კარიბიდას შექმნეს მეტაფორას შექმნეს და ამითი მოაწესრიგეს მთელი თავისი ცნობიერება მთელი თავის მენტალიტეტი და შექმნეს მთელი დღეს ჩვენ ბერძნების პროდუქტი ვართ გერმანელებმა ეს მე-17 საუკუნეებში მე-19 საუკუნის სვაკერფილი გააკეთეს გერმანელები რომლებიც იყო საოცრად ემოციური ხალხი ბინძური ხალხი ნუ აი რა გითხრათ მოუსვენარი ნუ რა ვიცი იმაში ველურობისკენაც ბარბაროსი ხალხი იყო ელემენტარული კაცო სადაც მთელი ქალაქები წვიმების ძუ მთელი ქალაქები იკეთებოდა ვერ შედიოდნენ შეგით იმიტომ ამ ცხენიანად იძირებოდნენ ხალხი იმაში ქუჩებში ქალაქის ქუჩებში და სადაც აპატია და ტუალეტის კულტურა არ არსებობდა და ნუ ეპიდემიები იყო შავი ჭირის ხო ეპიდემიების სრავდა მთელ მოსახლეობას და ასე შემდეგ არა როგორც კი შეძლეს აი ღვთისაგან მადლად მიღებული ენერგიის
მოწესრიგება და რაღაც ფორმებში ჩამოსხმა, რაღაც ყალიბებში ჩამოსხმა რა. იქცევ გერმანელებად, რომელსაც ვისურვ ჩვენ მე-17, მე-18, მე-19 საუკუნეებში. აი ეს ყო მისაგნები, ეს ფორმები უნდა ვშვათ. ჩვენ კი უნდა ვისესხოთ ეს ფორმები ვიღაცებისა. შეიძლება მე რასაც ვშობ, იყოს იდენტური იმისა, რასაც მაწვდის მე ფრანგიან ჰოლანდიელი თავაზობს, მაგრამ ეს ჩემ კურაში უნდა იყოს გატარებული. ჩემი სულის კურაში უნდა იყოს გატარებული და აი ამ ფორმებში თუ ჩამოვასხამ ჩემს ენერგიას, დამიჯერეთ, ამ ქვეყანას ბედი აქვს, მომავალი აქვს. თუ ვერ შევსვი, ეს ენერგია გაიფანტება და აი როგორც ხო გასვოთ არა ეს სახარებისეული იგავი ერთ მონასო დაუტოვებს 2 ტალანტს, მეორე 5 ტალანტს, მესამე საათს. აი თუ ვერ შევძლებ ამის ჩამოსხმას და გამრავლებას ამითი არა, მეც სამართლებს. გადასცემ სხვას. ეს არის კოსმოსის ულმობელი კანონზომიერება. ულმობელი კოსმოსმა სენტიმენტები არ იცის და ეს ღვთისმშობლის ხვედრი ქვეყანა ვართ, რამდენი წმინდა იცახა. თუ შეში კოსმოსმა და სამყარომ დაინახა ყვილი ხარჯზე. არარენტაბელობა დაინახა. მაგით საოცარი ის არის რა, იმის რახან კალთა გვაქვს გადაფარებული, არაფერი არ მოგვია, ჩვენ აქტიურობა არ გვჭირდება, ჩვენ შვაგზის ჭეშმარიტის ჭირება არ გვჭირდება, უფალი მაინც ყველაფერს მოგვია. თავრობის ხტომიდან გამოდივარ, მაშინ თავრობაში მუშაობდი და გამოდივარ თავრობის ხტომიდან და ხდება პატა ჩახრაშვილი, ხო გასწორს? ფსიქოლოგი და როგორ არის საქმეები მეკითხება და აი ეხლა კი დავწმუნდი რომ ემპირიულად დავწმუნდი მეთქი რომ ღვთისმშობლის ხვედრი ქვეყანა ვარ მეთქი და რატო თავრობის ხტომაზე ვიყავი მეთქი იმდენი სისულელე მომისმინდა რომ ღვთისმშობლის ფარველობა თუ არა არავით არ ლოგიკას არ ეკუთვნებარება მეთქი ალექსანდრე მე გინდოდა რა მომავალი დიდი ქართული ისტორია, ქართული სახელმწიფოს ისტორია. ეს არის ხოლმე, ეს არის წევა ორ პოლს შორის. ან სამს შემოგვამთხოვში იმიტომ რომ ხანი პოლიტიკი და ხანი პოლიტიკი. მაგრამ ხარ ვერა შემომჩინე დროს მომჩინე ხოლმე. ამ ისტორიის მანძილზე ამ წელსაც ახალი არაფერი არ იბადებოდა თავად საქართველოში. ანუ თავად საქართველოში. არაფერი არ იბადებოდა. მოდი იწეოდა. ამ დროს სამყაროში და სულ ეს კომისია არსებობდა. ჩვენ ასე მოვიდით დღემდე. მაგრამ ახალი როგორც საზოგადოებას მოიჭრებიდება ალბათ მოყოლებული. არაფერი არ გვაქვს. გარდა იმ რაღაც წევის განმარტებისა. ჩვენ ხოჭებთ ესაც იმის სამყაროს მაშინ იყო. ანიფება ის იყო ეს პოწერიკა და არავის არ უნახავს. ეს უტოპია შეიძლება. პეტერისტული უტოპია. ეს პოლუსები იცვლება ხოლმე, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ამასწავლებს. და დავითის დროს ეს შეცვალა მხოლოდ იმიტომ რომ ამ პოლიტიკურ საკითხებში ამას არის ალბათ. ოი განზე. ეს იყო ეს პროცესი შორის. მე პრობლემა მოშორდა. მაშინ შევიმართო არა იმაში რომ ეს შეუძლებელს ჩვენი ძალა. როგორც ეს ჩვენი ისტორია შეიძლება რევოლუცია იყოს ძალიან მაგრამ რევოლუცია არ არის. საზოგადოება რაც იყო თქვაც ერგლის დროს დონსაუბრში იგივე ადრესებს ან ზოგადად ევოლუცია კი არ რეგრესია არის ევოლუცია ცოტა უფრო მეც ნიშნავს და გონიანის ჩვენ ტენდენციას გაკეთებს რაღაც უსების რომელიც აქტივია მაგრამ აი რეალურად მე ვთქვი და მეგონა უკვე ევოლუცია თუ არ რეგრესი მაშინ გვაქვს რევოლუცია ხო უკან არ მიმართულებით ასე რა თქვა აი რომ თვითონ პროგრესი, ევოლუცია, რომელიც შეიძლება შეიცავს მაინც რევოლუციას, ანუ პოლისკენ მაინც მიხას ამ გადაშორებას. ეს თავად საზოგადოებაში უნდა იყოს. იმიტომ ამ წევის განმავლობაში დაინისორი დაიდები მოისავს. ეს ღერძი ითვიტება. რაც თავად ამაგებს სახანებას. მოგეთ ჩვენ სიყვარული საზოგადოებას სახელმწიფო. ესე იგი ალექსანდრე შე რა გინდა გითხრა რომ ჩვენ საქანელაზე ვარ და მივეხეთქებით ამის ეს დაბადებულა არაფერი საქართველოს როგორც საზოგადოებას რაღაც მნიშვნელოვანი როლი და სახელმწიფო იშლებოდა მეცევეთიანდებოდა შეიძლება დავწეროთ იგივე დროში ხო აი საზარას გეტყვის არ ვიცი და
ეხლა ამ რამ ინტერესებს. ესე იგი შენ უფრო გააშიშლე ჩვენი უბედურებანი. შენ ხო თქვი რომ საზოგადოება საერთოდ არ დავადებულ ვარ დედბატო საზოგადოება. სახელმწიფო წარგვაქვს, ინსტიტუციები წარგვაქვს და ვა, ვინ ვარ დაბა. დამაფიქრებელია კი. ამ ფიქრობ რომ ამ წელს მანძილზე ეს ერთი გაიწვიება და ჩვენ დავიკარგეთ. ჩავარდებით ძირითადად სოციალობაში. და დავუყურებთ ერთ. თუ არ შეიქმნება თავით თავდადასრულება, თუ არ შეიქმნება თავით მოხდობა საქანელოზე. თუ ჩვენ არ ვიქნებით და რაღაც დასავლეთიან ჩილოეთი. აი ეს მინდოდა. არა ეს საქანელას ვიქანებს ვინმე ალბათ, ხო? ალბათ ჩვენ. აბა რა გითხრათ იცით აი რთული ალბათ ერთი მაგრამ არსებობს კიდევ რომ რაღაცა თუ რამე აკლია დღეს ჩვენ საზოგადოებას აკლია ის რაც როგორც მეჩვენება ეხლა იბადება და როგორ უცნაურთაც არ მოგეჩვენოთ ის იბადება სწორედ იმ გულგატეხილობათა ფონზე რომელიც დაგვიუხლა ჩვენ 2003 წელს და 2011 წელს. იცით აი გვაკლია საზოგადოებრივი ფენა ის ელიტა თუ ვთქვათ ინტელექტუალური ელიტა რომელიც დისტანცირებულია პოლიტიკური ცხოვრებისგან და რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებას თავის პირობებს განაგებს. აი ეს გვაკლია. თუ ჩართულია პოლიტიკაში ის პოლიტიკურ კარიერაზე უცნებობს თუ არ არის ჩართული საერთოდ არ აინტერესებს რა ხდება. მაგრამ ელიტა რომელიც განზე დგას არ არის პოლიტიკურად დაინტერესებული, თანამდებობრივად არ არის დაინტერესებული. მაგრამ კონტროლს უწევს იმას რაც ხდება ქვეყანაში. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერ ქვეყნისათვის და მით უმეტეს ჩვენი სანა პატარა ქვეყნისათვის. სამწუხაროდ არა. კონსენსუსი რაღაც იდეების ირგვლივ და რაღაცა იმის ირგვლივ უნდა შედგეს სწორედ ამ ელიტაში. პოლიტიკოსი უნდა ასახოს, მეტი არა. იმათ თქვენ ნუ მოსთხოვთ განსაკუთრებულ იდეოლოგობას ან რაღაც სოფლობის დარებას ან რაღაც განსაკუთრებულ ღმერთებას. დამიჯერეთ ყველაზე თვალსაჩინო პოლიტიკოსებიც კი ყველაზე მითხრათ უწეონი არიან მსგავსი რაღაცების განაზრების დროს. და ძალიან ძნელად რო ისაუბრო მათ ღრმა ინტელექტზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ვართ, ამიტომ დაიჭერა რომ მეუნება შეატვარა ხან თანამდებობაზე პირდაპირ და არც მინდა რა თქმა უნდა. აი ეს უნდა შეიქმნას. აი ეს სფერო უნდა შეიქმნას და ბედნიერი ვიქნები თუ აი ამ ფენაში ვიქნები. და ეს იგულისხმება თავის პირობებს უკანონებს. ვიდრე ქვეყანას არ მართავს პოლიტიკური წრე. ქვეყანას მართავენ ელიტები. რეალურად შეერთებულ შტატებს მართავენ არა პოლიტიკოსები, არამედ ელიტები მართავენ. ინტელექტუალური, ეკონომიკური, კულტურული და ასე შემდეგ. სამხედრო და ასე შემდეგ. ჩვენთან ეს ელიტები არ გაჩნდა ჯერ. აი ისინი რომ გამოიკვეთება, ჩათვალეთ რომ მე პროცესები გაცილებით უფრო სერიოზულად წავალ ჩვენთან. და მოდი მაგას მივაბათ ერთი რაღაცა, მე იმედი მქონდა რომ არის კლუბი შექმნილი, უნდა ვთქვა ეგრეთ წოდებული გამოდის, უკვე თავიდან რა ასეთ მე დისტანციას ვერ ვიჭერ უკვე. დამოუკიდებელ ექსპერტთა, ხო? რომელსაც მეც ხო ხარ შე. ამიტომ გეუბნები რომ აი აქ უნდა ყოფილიყო ის ნაპერწკალის გადაჭრა. ეს კლუბი არა, მე რას ვამბობ? შენ ექსპერტ საჭირდება დამოუკიდებლობა. თუ ის დამოუკიდებული არის ექსპერტი კი არა იდეოლოგია, ხო მიცი კარგად, ხო? ეს რაღაცა და ის იდეოლოგიითვა დისტანციას ნამდვილად ვერ დაიჭერს ვერანაირად. შესაძლოა ესეთი კლუბები უნდა არსებობდეს, ერთი კი არა უნდა არსებობდეს 5-6 უნდა არსებობდეს, რატო არ უნდა არა, არსებობდეს კლუბები 1000-ნაირი, მაგრამ აი თქვენ როცა ექსპერტად მოგაქვთ თავი, მე სწორედ იქ ვეძებ ინტელექტუალური ელიტის ჩანასახს, რომელსაც ექნება დისტანცია და არ შეხედავს ყველაფერს ან ოცნების თვალსაზრისით. ნუ გადააბარებ ამ ექსპერტებს. არა, მე რო არ ვაბარებ, იმიტომ ვლაპარაკობ. და მიჯერო ისიც არაერთგვაროვანია, იქაც არიან ხალხი რომელიც არ უნდა დაირქვათ ესეთი სახელი, როდესაც ექსპერტი არ არსებობს საქართველოს საერთოდ. არაფერი არ ხდება. კლუბია დალევეთ ერთ-ერთი ჩვენ წყალიც არ აქვს. წელიწადში ერთხელ და ორჯერ ვიკრიბებით თუ რაღაცა შეხვედრა არის და ეგ არაფერი არ ხდება და წელიწადში ერთხელ რაღაცა კრებული გამოდის ხოლმე. სოციალისტიკაში დაგვერეკავს რამე წერილი მომაწოდეთ თუ მივაწოდეთ. აი ნამდვილად ექსპერტის განსახილება. რამე წერილი
ხო, რამე თემაზე, პოლიტიკურ თემაზე რაიმე წერილი, მაგრამ მიზანდასახული გამუშავება მიდიოდეს რაღაცა პროცესში. აი როგორც ტვინური ცენტრი იყოს რაღაცა, მასკოვი ცენტრი იყოს რაღაცა, ეგ ფუნქცია არ შეგიძლიათ რავიდან მას. და ისა რა ქვია, ამიტომ აი ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ანალოგიური ეპიცენტრები გაჩნდეს, ბევრი უნდა გაჩნდეს. რა თქმა უნდა. ბევრი უნდა გაჩნდეს. აი გაჩნდეს აი ძალიან კარგი უნდა შეიქმნას. აი ეს არის ქართველი დაიწყებს ენთუზიაზმით რამეს და მერე დამთავრდება. თანამედროვე ინგლისის შექმნეს კლუბებმა, ხო? კლუბებში საფრანგეთის შექმნეს კლუბებმა. ასე რომ ეს ისეთი რაღაცა არის, იცით აი სპონტანური გაერთიანებები, სპონტანური თუ მიზანდასახული გაერთიანებები, საზოგადოებრივი გაერთიანებები ძალიან მნიშვნელოვანი არის. იცით აი ეს არასამთავრობო სპექტრი, მაგნიზით იქმნებოდა, მაგრამ ერთი რამე ვერ განსაზღვრეს, რომ არასამთავრობო მოძრაობა დიდწილად იქნება ბიზნესი, ხო, რაღაცა იმპორტირებული იდეოლოგიების გავრცელების ეპიცენტრებად იქცევა. აი თავისუფლების ხარისხს არ აძლევენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაც შეიძლება მათ ჰქონდეთ, არ აძლევენ ელემენტარულად. დაკვეთილი იდეოლოგია, დაკვეთილი ის არის. ხო და აი მაგაზე მინდა რა ეხლა უბრალოდ შემეშალა ხელი, აი კლუბიზმის განვითარება გვინდა ჩვენ. კლუბში არის მე მგონი ყველაზე თავისუფალი ურთიერთობების, თავისუფალი აზროვნების, ადამიანურის, როცა არავინ არ გაძალებ შენივი და ყველაზე შემოქმედებითია მე რომ გითხოს გასმა. აი ჩვენ ქართველებს გვაქვს პრეტენზია. ვართ, რავისო გვინდა რაღაცა იმ რაღაც, მაგრამ ახალგაზრდებსაც რო თავაზობ, აი მოდი რა მართლა აი კლუბური პრინციპი შემოვიტანოთ რა ყველაზე კარგი. არა, ურჩევნიათ რაღაცა ორგანიზაცია გქონდეთ, კლუბური კი არა, სადაც ყველა დემოკრატიულად, სადაც ვიცე-პრეზიდენტი მაინც იქნება თუ პრეზიდენტი. აი ეს უყავს ახალგაზრდებშია. აი ახლა ამაზე უკეთეს საუბარს ვერცეთ 10-20 ლექციაში ვერ მოისმენდა. აი ჩვენი კარგი ინტელექტუალებად რომ მოაქვს თავი, ახლა ჩვენ ბიჭებს და გოგოებს ძალიან ჭკვიანები არიან, შეიძლება ითქვას. მაგრამ ვერ განთავისუფლებულად ეთყობა ამ რაღაცები, აი ესეთი სამწუხარო და აი უბრალოდ ესა ჩვენ არავის არ მე შემიძლია სტუდენტებს უთხრა რომ აი მოხვალ და დაგიწერ ერთ კულას რაღაცაში. მოგიმატებ თქვა აქტიურობისათვის და გაიხსებოდა აქ აუდიტორია ალბათ. აი ეს არის აი დამკვიდრდეს ეს სულისკვეთება რომ თავისუფლად შენი დაძალები შენ როგორ არ დაგიწერ კაცო თელი ჩვენი მარჯვენა და მარცხენა კი, აუცილებლად გული მწყდება უბრალოდ რომ ბატონ ზაზა საიამჭკვიანურ საუბარს და მართლა ფილოსოფიურს და მართლა ყველაზე აი აუცილებლად და საარსებობს ყოველდღიურს რომელიც ყველანაირად გვაწუხებს შეიძლება და ვერ ვაცნობიერებ აი ამ პრობლემებს ასეთი კარგი ანალიზი ჰქონდა აი ესეთი კარგი საუბარი იყო და არისმენდა ამას ის ჩვენი საყვარელი ხალხის უმრავლესობა ვინც რომ ძალიან გამოჭირდება ყველა დაგვიდგება მხარში მაგრამ აი ეს კლუბის პრინციპი იკარგება ერთი შეკითხვა და მე სადაც დიდი მადლობა გადავუხადოთ და თითქმის დაეთანხმეთ აგერ ახალგაზრდას რომ ჩვენიერი დაბადების პროცესში კიდევ ახალ მე შეიძლება დაეთანხმოთ რომ ახალი ერი დაიბადოს ახლა 3000 წელი თუ იბადება ახლა მშობიარობის დროს უნდა მომტარდეს. არა ერთი რამე მინდა სანახავად წელი და რა თქმა უნდა მოიცა აი არის აი ხა არ გამიგოთ სუდად პრიმიტიულად მაგრამ საქართველოში ერი კი არა მარტო აი 60 წლის ხალხი არის რომელიც ჯერ დაბადებული არ ყავს დედას. არ უშვია და გამოხდა მე თუ მთელი ეს ქვეყნის განმავლობაში არ უშობილ ვართ ერად ამასაც თვალი უნდა გაუსწოროთ თორემ სანამ ძალიან კარგად დაიწყო რა ჩვენ გვაქვს ურაპატრიოტული რაღაცები ძალიან ისეთი აი ისა ეს არ მართლა იმ ხანტებით არ შეიძლება და გავაცოცხლოთ ეხლა ნესტანი და ისა რა ქვია დარეჯანი და თინათინი და ავთანდი და ვიღაცები იმით რომ ამით არ ეშველება ქვეყანას რა ამით არცერი არ ყალიბდებთ ამეთეს რა არის უკითხვა დავშებაში აი ასეთი როგორ მონარქიაზე საუბრობთ კონსტიტუცია მაგრამ არა ის ისტორია მაგრამ არ შობის ჯერ მონარქია და მორჩა იყო ძალიან ბევრი მცდელობა მაგრამ ნელ-ნელა ისიც ალბათ რაღაცა აი ამ მას ხელს უწყობს ასე ვთქვათ რომ ბოლო-ბოლო იშვება კი რამდენი ხო და სადაც
კეთილგანწყობით ჩვენ ბოროტად ვისარგებლეთ და ცოტა მეტი დრო დავათმოთ. მეგონი ერთობლივი ფოტოს მოესწრება. ერთობლივი ფოტო გადავიღოთ, ცოტანი ვარ და არა, ისე